გამარჯობა. სარვიალის პოდკასტის დროა. პრობლემები და ქაოსი ქართულ საკლუბო ფეხბურთში. რა ხდება ბათუმში? დღეს ამ და სხვა საინტერესო თემებზე ბათუმის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი ისაუბრებს. გიორგი, მოგესალმები. მოგესალმები. როგორ ხარ? კარგად, მადლობა. ფლად კარგად ვერ იქნები ახლა. გუნჩი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. მაგლოგიკით არასდროს არ უნდა იყოს ქართული მწვრთნელი კარგად, არასდროს კარგად არ არის შექმნილი ვითარება საკლუბო ფეხბურთში. თუმცა კი თაზე ესე დამაჯერებლად მოიგეთ ახლა. პირველი თამაშისთვის ამ ყველაფერთვის რაც ხდება, მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ახლა ყველაზე მეტად ხასიათი გვჭირდება და რაც პატარ-პატარა გამარჯვება ჩვენთვის დიდი გამარჯვება, იმიტომ რომ არსებული ვითარება ყველას მოიხსენება რომ რთულია ფინანსური და ეს ფეხბურთელები, სტაფის წევრები სულ ყველა ძალიან ინდომებენ დღემდე, რომ ეს რამდენადაც შეიძლება არ მიიტანონ გულთან, არ გაართულონ იმაზე მეტად რაც არის უკვე სირთულეები და ეს გამარჯვება რა თქმა უნდა ახლა გაგრა ორი რანგითაც დაბალი ლიგაა და მე არ ვიცი ძალიან კარგი ახალგაზრდა ბიჭები თამაშობენ, მაგრამ რა თქმა უნდა გმართებდა მოგება დინამო როცა ხარ ბათუმი ახლა მაგ დროს ესეთი რანგის გუნდს რო ეთამაშებიან მეორე გუნდს გაგრის და დაბალ ლიგას ვალდებული ხარ. უბრალოდ ძალიან რთული იყო ალბათ განწყობა ამისთვის და მე მოხარული ვარ რომ ბიჭებმა თავში დააიბოვეს და გამოვიდნენ და სული სერიოზულობით მეუძღვნენ ამ თამაშს. გიორგი, ილია ბოდეში შანზე კარგად და ჩამოყალიბებულად მოსაუბრე მწვრთნელი ეს არის. ბევრი არაა საქართველოში და მოდი პირდაპირ კითხავ რა და იმედი გვაქვს რომ ესე გვიპასუხებ ამომწურავად რა. რა ხდება ახლა ბათუმში დღესდღეობით? დღესდღეობით ბათუმის ის ვიცით რომ ფული არ არის. სიტუაცია არის პრობლემა ეს რომ ფინანსური პრობლემებია დავალიანება კლუბს ადევს ბანი დღესდღეობით რაც გვირთულებს კიდე უფრო რომ ის რომ დავალიანება ფინანსური კიდე რთული არის და შეუძლებელი არის ბანის ვითარებაში რომ ფეხბურთელი მოიყვანო და იმატო ამ შემთხვევაში კიდე ბევრი ისეთი ფეხბურთელი იყო რომელსაც შეეძლო კლუბის დატოვება თუ არ იქნებოდა ეს ვითარება გამოსწორებული და ბევრმა დატოვა კლუბი ცხრა ფეხბურთელია დღეს რომელმაც გუნდი დატოვა და შევსებას ვერაფრით ვერ ვახერხებთ იმიტომ რომ ჩვენ ტრანსფერის გაკეთების უფლება არ აქვს ბანიდან გამომდინარე. ზოგადად ეს არის დღეს მთავარი სპორტული პრობლემა. არის ახლა ისეთი პრობლემები, რომელშიც მე კომპეტენტური არ ვარ, მაგრამ იქიდან გამომდინარე ვარ მთავარი მწვრთნელი და რა ინფორმაციაც მე მაქვს, არის რომ ფედერაციასთან ერთად სახელმწიფო სულ ყველა კლუბთან ერთად კლუბის მესვეურები ყველა ერთად ცდილობს რომ ამ კრიზისი დაძლიოს ბათუმის დინამომ, იმიტომ რომ ქართული ფეხბურთისთვის ძალიან ცუდი იქნება ნებისმიერი ესეთი ტრადიციული გუნდის გამოკვლევა და არ ყოფნა ან უმაღლეს ლიგაში, ან უმაღლეს ლიგაში ყოფნა და არა ამბიციური რაღაც პროექტით ყოფნა. ამიტომ ყველა ჩართულია რომ ისევ იმ სიმაღლეებს დაუბრუნდეს გუნდი, კლუბი, როგორც იყო ეს ხანმოკლე პერიოდის უკან, ხო, როდესაც 5 წლიანი რაღაცა პროექტი იყო გეგუჩაძეს მეთაურობით, იგივე ბერიძეს თაოსნობით და მისი პარტნიორების თაოსნობით ეს პროგრამა განახორციელეს ძალიან კარგად, წარმატებულად 5 ჯერ მეორე ადგილზე გავიდნენ 3 ჯერ, 2 ჯერ ჩემპიონები გახდნენ და ერთხელ მეორე ლიგა მოიგეს და უმაღლესში გადმოვიდნენ. ესე ადვილად არ ხდება, ესა თუ ძალიან მაგრად არიარე, ესე არ ხდება, მაგრამ აქვს რაღაცა ხო რაღაცის შემდეგ რაღაცა აი ამ პროექტი ეს ამბოწურვისთანავე რაღაცა შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, წავიდა ფინანსურადაც არასწორად ყველაფერი, წავიდა სელექციაც რაღაცა არასწორად და ამ ყველაფერმა კლუბმაც ვერ იარა ისე კარგად ალბათ როგორც უნდა იარა და მოვიდა უკვე დღევანდელი ვითარება ის არის რომ შუაგზაში მოუწიათ მწვრთნელის შეცვლა და მომიწია მისვლა და უკვე ძალიან რთულ ვითარებაში იყო კლუბი, როცა მე მივედი გუნდიც, კლუბიც და როცა დავიწყეთ, მაგრამ იყო რაღაცა პროექტები, იყო რაღაცა იმედები, რისკენაც მიდიოდა კლუბი და შეიცვალა რადიკალურად და ყოველდღიურად დამძიმდა ეს ვითარება. რომ მიდიოდი უკვე ისეთი რთული ვითარება იყო?
აი შანშან ზაფხულს ხომ ხედი და ზაფხულს არა სექტემბერში მივედი სექტემბერში 2 თვე იყო დარჩენი სეზონის დამთავრებამდე და იყო უკვე აი ეს ვითარება რაც ახლა მომჩივარები ბანი ფეხბურთელების პრობლემები რაღაცა ეს უკვე დაწყებული იყო ეს პრობლემა მაგრამ აჩიკოს ჰქონდა ბერიძეს თავისი რაღაცა გამოსავალს ხედავდა რისკენაც მიდიოდა და ამ 2 თვის შემდეგ თავიდანვე საფეხბურთში ჩამაყენა რომ ეს 2 თვე იქნებოდა ეს ძალიან მძიმე ვითარება რაც დამხვდა მაგრამ ამის შემდეგ წავიდა და გამოსწორების ანუ იცოდეს რაღაც მედია კი უბრალოდ ეს გამოსწორებას ვერ დალაგდა რაღაც რიგი მიზეზებზე ალბათ თვითონ იცის აი რა გვირაბის აი რა არის ეს რა ეს არის რომ დღესდღეობით საუბარია და მე ბოლომდე კიდევ ერთხელ ვიძახი არ მინდა მაყურებელი შესაძლოა შევიყვანო იმდენად კომპეტენტური არ ვარ მაგრამ რაც მე ვიცი ჩემი ინფორმაციით დღეს არის უკვე სპონსორი ნანახი რომელიც დებს ფულს და ბანის მოხსნაზეა საუბარი არის საუბარი რომ არსებული დავალიანებების დაფარვა უკვე დაიწყება რომ გავალებით აქვს უკვე სტაფთან ფეხბურთელებთან ეს რო გასწორდეს და კიდე არის რომ კიდე რაღაცა ინვესტორებთან აქვს საუბარი რომლებიც შემოვლენ და უკვე ეს გუნდი ისევ იქნება არა მარტო იარსებებს არამედ რაც უნდა ბათუმის გულშემატკივარს როგორც ეკადრება ამ ქალაქს ამ პირატებს გულშემატკივრებს ამ ვეტერან ფეხბურთელებს ბათუმის დინამოსი რომ ისევ იმ დონის გუნდი იყოს და ამისთვის თავიდან რაღაც თქვი ყველა რაღაც თავის წვირს დებს რა სახელმწიფოც ფედერაციას კლუბის მესვეურების და საერთოდ ერთად რაღაც გამოსავალს ეძებენ და ალბათ ეს მალე უკვე გამოაშკარავდება თუ რა გადაწყვეტილებამდე რა ეს ბათუმის დინამო რო ალამაზებდა ჩვენ ჩემპიონატს ესე ვინ სტადიონზე ხა რამდენ ფეხბურთელს უთქვამს რომ აი სიტყვაზე რო დავრბოდი 8 კილომეტრსო ბათუმის თამაშზე 11 მირბენიაო რა 11 დამიფარეაო იქ გულშემატკივრების და იმის იმაში ყველა რაღაც მაგას თავი დაანებე ბოლო 20 წელი თუ 30 წელი რამდენი კლუბისთვისაა სტადიონი აშენებული რამდენი გუნდისთვის არის რამდენი დანგრეულია იმას ჩამოვთვით აშენებული ცოტა რთულია რომ ეგ თქვა არა აი საკლუბო სტადიონი რო აშენებული იყოს საკლუბო რთული აი როგორც ფეხბურთელები როგორც თქვენ თქვით ფეხბურთელები რასაც გრძნობენ ერთადერთი ადგილი იყო სადაც მეც იგივე გრძნობდი როგორც წვნელი რა რომ ჩავდიოდი იმდენად ემოციური იყო ეს ძალიან რთული იყო ანგისას ბაზაზე თამაში იქ ეს ემოციები არ მქონდა იქ სირთულეები მქონდა მაგრამ რაც ეს სტადიონი აშენდა აქ სხვა ემოცია აქ როგორც ფეხბურთელი გრძნობს ფეხბურთელად თავს ისე მწვრთნელი გრძნობს მწვრთნელად თავს და მანდ იყო როდესაც შაყილოვდი ხოლმე რომ რჩებოდა თამაში იქ იქით ამ ხარეს გეგუჩაძე იყო და მისი სტაფი და ჩემი მეგობრები არიან მაგრამ ეხლა ყველას მოგება გვინდა ხო მაგრამ მეორე ხარისხოვანი ხდებოდა მოვიგებით წავედი მინდოდა რომ ის რაღაც ატმოსფერო ვიძახდი რომ 4-ვე თამაში ჩვენი 2-იც რომ მანდ ვითამაშოთ რომ შესაძლებელი იყოს ვითამაშებდი მეთქი იმდენად სიამოვნებდა იქ რა და ალამაზებდა და თვითონ გულშემატკივარიც სხვანაირი და რაღაც მე როგორ ჩახედული ძალიან გამორჩეული გულშემატკივარი მომთხოვნიც და გამორჩეულიც და უზომოდ შეყვარებული ფეხბურთზე აი გულშემატკივრობას რაღაც სხვანაირად შეუძლიათ აი ბავშვებს ის ჩემთვის ბევრი რაღაცა იყო ახალი ახლა იქ რაც ნახე მაგალითად აი როგორ შეუძლიათ ბავშვებს ახალგაზრდა მწვრთნელებს ის რაღაცა სიმღერები რაღაცა ის რაღაცა თბილისში ხო იცი რაღაცა ეს რაღაცა მოგერიდება ახლა არა ანთებულები თავისი სიმღერებით თავისი შეძახილებით მთელი ის არ გაჩერდებიან ანუ ძალიან მაგრად უყვართ ფეხბურთი და ზოგადად ბათუმში დიდ ბანერს რო შლიდნენ იქ რა მეორე იარუსიდან რო ის პირატების პერფორმანსები ისინი და ძალიან უბრალოდ ეხლა ძალიან რთულ პერიოდში მე ეს რაღაცეები როგორც მოწინააღმდეგე გუნდის წვნეს ისე მაქვს შეგრძნობილი ჯერჯერობით როგორც თავად წვნეს ეს შეგრძნებები არა იმიტომ რომ რაღაცა ცარიელია ასე თუ ისე მაგის დროც მოვა კი მიმედოვნებ რომ ისევ ეს დაბრუნდება და ისევ ეს მაგარი ხალხი რომელიც ალამაზებდა ჩვენ ჩემპიონს და ყველაზე ლამაზი იყო ბათუმის დინამო იქ თამაში და თავის ყველაფრით მიმედოვნებ რომ ისე დაბრუნდება ყოველთვის მაინც აი ემოციები და ისინი იქით მიმაქვს ხოლმე ბათუმის დინამოს როცა ახსენებენ იმ 90-იანებში და იქ მაჭუტაძე უჯმაჯულიძე და ამათი რა ვიცი ჩემთვის ჩვენთვის შენ მით უმეტეს ბათუმში ხო და სულ ისე თვალწინ მიდგას ის სელტიკთან თამაშები, PSV-თან თამაშები და როგორ შეიძლება ვფიქრობ, რომ ეხლა ეს გუნდი ესეთ მდგომარეობაში ეს კლუბი უმეტესი ადამიანი ამ კლუბში მუშაობს.
აი ფეხბურთელები ბავშვთა ფეხბურთში და მე ესეთი შეხედულება მაქვს ზოგადად საქართველოზე ქართველ ერზე და განსაკუთრებით ბათუმის მხარეს რომ ალბათ ფეხბურთის თამაში და სიმღერა იქ ყველა შეუძლია რა ალბათ ეს რაღაც განსხვავებული დიდი რაღაცა ნიჭი აქვს და ძალიან მაგარი ადგილი არის სადაც ძალიან დიდი ფეხბურთელების მიღება შეიძლება, იმიტომ რომ იქ კიდე არის დარჩენილი ქუჩის ფეხბურთი, იქ კიდე არის ეზოში ბავშვები, სხვა რაღაცები კიდე აქვთ შენარჩუნებული და ჩემ კლუბში ბავშვების თამაშებს ვესწრები, ამ ბავშვებს უყურებ. ბევრი, აი როგორც დინამო თბილისში მიხაროდა რომ გადავდიოდი აკადემიაში და უყურებდი და სულ მომწონდა იმდენი კარგი ბავშვი შემოთვალში მოხვდება ის რომ აი კიდე ძალიან ბევრია, ნიჭია რაღაცა და იგივე ხდება ბათუმის დინამოში, მაგრამ არ შეიძლება რო არ თქვა საკუთარ კლუბზეც და ყველაზე სადაც ნამუშევარი მოხდა, სადაც არ მიმუშავე ახლა არ ამგონია რომ ვინმესთანვე რაღაცა შევცდი ამ შეფასებაში. ნიჭი არის განვითარება ძალიან ცოტა, ძალიან ცუდი, ძალიან სუსტები ვართ მენეჯმენტში, ძალიან სუსტები ვართ დაგეგმვაში, მწვრთნელობაში, დირექტორატში, ხელმძღვანელობაში, პრეზიდენტებში, სულობაში. რა დარჩა? არავინ დარჩა მარტო ნიჭი, 10 წელი. ნიჭი დარჩა, ამიტომ ღმერთით გვაქვს ეს ნიჭი და ეს ნიჭი კიდე მადლობა ღმერთს რომ გზას ნახულობს და კიდე კვარაცხელიები ყავს და ყველა დროის კვარაცხელიები ყავს სიტყვაზე ეხლა თუ კვარაცხელია ყავს ცოტა ხნის წინ თუ ყავდა კინქლაძე და იმის თუ ყიფიანი ყავდა და იმის რა ვიცი ეს რო ჩამოვთვალოთ ყოველთვის ყავდა უბრალოდ რაზე ეცი საუბარი რამდენი ყავს ჩვენ ხო არ ყავდა კიდე ამ თაობაში რაღაცა კვარაცხელია და დავკარგეთ ამაშია რა კითხვა თორე ნიჭი როგორ არის ჩვენ არ შეიძლება ახლა არც რა ქვია არგენტინა იქნებოდა კვარაცხელიებთან ბევრი იქნებოდნენ დაკარგულების ალბათ დაკარგულები ძალიან ბევრი არ ვიცი კვარაცხელი ნიჭის შედარება ხო ძალიან რთულია მაგრამ მესი ხო არის არგენტინაში ხო საფეხბურთო ქვეყანაა ხო ძალიან მაგრები არიან და მესი ყავთ ახლა მეორე მესი შეიძლება არ ყავდათ, შეიძლება ყავდათ სიტყვაზე, მაგრამ მესისთან ერთად რამდენი ყავთ ხო რაოდენობრივად ძალიან მაგარი ფეხბურთელი. ჩვენ ძალიან მაგარი ფეხბურთელები ყავს კვარაცხელიასთან ერთად სიტყვაზე 10, 15, 20, რომელიც ჩანს ეროვნულ ნაკრებში. აი საშუალო დონის ფეხბურთელები, რომლებმაც ვერ ნახეს ის, რომ ძალიან მაღალ დონეზე ეთამაშეთ, მე არ ვიცახი რომ ბრილიანტი ვერ გახდა რა, კვარაცხელია რომ საშუალო დონის ფეხბურთელი, რომელსაც ტოპ 5 ჩემპიონატის თავისუფლად შეეძლო მაღალ დონეზე ეთამაშა, რამდენი ეგეთი დავკარგეთ, იმიტომ რომ ვერ გავზარდეთ, იმიტომ რომ შუაში мотиваცია არ ქონდა, იმიტომ რომ მე კიდე არ ვიცი როგორ ვახერხებთ რამხელა ნიჭი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ აი რომ დაუკვირდეთ ახლა რა საჭმელი არ არის. ვაფშე საერთოდ ახლოს არა ვარ სპორტული კვება და ნუტრიცია რა არის ზოგადად. ახლოს არა ვართ საერთოდ სპორტულ მედიცინასთან, ფიტნესთან, ეს სკაუტინგ ჯგუფები, ეს ბორდი, რომელიც აი ამ ყველაფერს ფსიქოლოგები, რომელიც აი ამ ყველაფერზე მუშაობენ. ეხლა აი ამას ხო საუბრობ, ყოველთვის აქვთ ადამიანებს გასტა მოიცა რეებს ლაპარაკობს და ეს ფეხბურთი დარჩა ძალიან ცოტა არის, ფეხბურთი არის დღეს ცოტა იმიტომ აღარ არის ეს შემოქმედებით ის რომ ათლეტები თამაშობენ რა. როგორც ოლიმპიური ჩემპიონობისთვის ვიღაცას ამზადებ ათლეტს და 2 და 3 კაცი ზრუნავს ერთ ათლეტზე ყველაფერი კონდეს დოული ის რომ გავიდეს და ეს ამხელა ჩემპიონატი ითამაშოს თუ რაც უნდა გააკეთოს ზოგმა უნდა იჭიდაოს ზოგმა დააწიოს და ზოგმა გაიქცეს თუ რაღაცა. ზუსტად ისეთი მიდგომები აქვს დღეს სოფლიო ფეხბურთში რა და ეს ფეხბურთი ყველგან ფეხბურთია რა, ფეხით ითამაშება და ყველგან ერთი წესებია რა და ჩვენ თუ ამ არაფერს არ ვაქცევთ ყურადღებას, ვერ ვაქცევთ ყურადღებას. ვერ გვყოლება რა იმ დონის გუნდები, ვერ გვყოლება იმ დონის ფეხბურთელები, ვერ გვყოლება იმ დონის ნაკრები. დღეს მადლობა მომეწო ეს ნაკრები ძალიან მაგარი თაობის რაღაცა ნაყოფია ეს რაღაცა არის და ეს აი მე კიდევ ვფიქრობ გაგრძელდება აი ამ თაობის შემდეგ სიტყვაზე როგორ იქნება ეს ნიჭი მივა კიდე თუ არ განავითარე როგორ იქნება მე მეგონა დარწმუნებული ვიყავი რომ იმ ხელა შედეგი დადო ეროვნულმა ნაკრებმა რომ ფეხბურთს სულ სხვანაირად მიეხედებოდა ვერ ხედავ გავიდა იმის მე კი რა და ეხლა იცი როგორი რაღაცა არის აი
არის 10-20 გუნდი და ძალიან ცუდ მდგომარეობა 20 გუნდიდან როცა შევიდეს ადამიანი და ნახო შიგნით რა ხდება ძალიან სავალალო მდგომარეობა ყოლან კი კერძო გუნდები არის მესმის ეს ყველაფერი მაგრამ ხო არის ვიღაცა უნდა აკონტროლოს რა რომ კერძო ხარ კერძო კი ხარ მაგრამ შენი აკადემია უნდა ყავდეს აკადემია ბავშვებს უნდა მიხედო უნდა ჭამა იყოს მაიყოს მინდორი ინფრასტრუქტურა და ეს ყველაფერი რო არ გაქვს მე ძალიან ძნელია ამ ქართული ფეხბურთის ზოგადად საიდან მიდიან ეს ფეხბურთელები ახლა იქიდან ხო არ ჩამოდიან კოსმოსიდან ხო აქ იბადებიან იზრდებიან ხო რაღაცა პერიოდი ხო აქ არიან თუ არ აქვს პირობა რაღაცა მოხდა რა ესეთი ბრილიანტები ერთი ასაკის და აემთხვა კიდე რამოდენიმე უფრო ცოტა დიდები რაღაცა და ახლა ეს აქამდე რატო არ დაჯდა ეს მომენტი რატო არ იყო ესე ეხლა დაждდა რაღაცა კომბინაცია ყველაფერს ქიმია მიმუშავა და ძალიან მაგარი ეროვნული ნაკრები ყო. ხო გვინდა რომ ეს შემთხვევითი არ იყოს და გაგრძელდეს და მიემატოს და მეტი ხო გვინდა ეგეთი მომთხოვნები ხო ხარ. ჩვენ მომთხოვნები ვართ როდის იცი? მომთხოვნები ვარ და აი ვიღაცა დაწერს რაღაცას მომთხოვნი არის ჩემი პრეტენზია ექნება რატო არ აკეთებ. მთავარი რა არის? იცი მე რო არ ვაკეთებ მე უნდა მქონდეს სუ კრიტიკა. პრესას არ მაქვს თქვენი მხრიდან კრიტიკა. საერთოდ ცუდი არავის არ უთქია ჩემთვის ახლა ყველაფერი კარგად გავაკეთე აქამდე ხო გამორწყულია თუ რამდენი ცუდი თუ ინდა ახლა დავაანალიზებ და შეიძლება ვერ გიყოს ორი გადაცემა და ვიტყვი პაიდესთან თამაშის მერე ქონდა. პაიდესთან რომელი იყო ეს დინამო პაიდესთან მე ჩემთავზე ვიტყვი რომ კი მისული რო ვიყავი ერთი კვირით ორი კვირის მისული ვიყავი, მაგრამ მაგის შემდეგ ამრუნთან ვიყავი და უნდა ერთი ჰაიდუკთან თამაშის მერე ქონდა ერთი კიდე. ჰაიდუკი? ჰაიდუკთან მე არ ვიყავი. რომელი ეს იყო? ხორვატული გუნდი იყო. არა, ზაგრების დინამო იყო, თუ ოლმოს ვერ მოუგე ბოდიში, მაგრამ პრეს კონფერენციის მერე იყო რა. ხო, შეიძლება ცოტა, მაგრამ აი ნახე რას ვიძახი, როდის ამაკ კრიტიკა თურმე. როცა ევროპაზე ვთამაშობ. მე მანამდე მთელი წელი მაგრა ვიმუშავე და ევროპაზე ვერ გავაკეთე რაღაცა. ერთი ჟურნალისტი მეუბნება ევროტურნირის წინ რომ ერთ-ერთ დინამოს ფეხბურთელზე რომ რატო არ არის ძირითადშიო რა აპირებთო ამის თამაშთან. მე ვთხარი არ ვიცი, მაგრამ ალბათ არამეტი და აი რატო ესეთი ნიჭიერი ფეხბურთელი და ბიჭო მე ვთხარი ამას ელოდებოდი რომ ევროტურნირის წინა პრესკონფერენციაზე ეგ ეკითხა. მთელი წელი სკამზე ზის და ეხლა ძირითადში როგორ იქნება ხო? მთელი წელი თუ არ ვათამაშებ, გავარდები და ეხლა ასტანას წინ დავაყენებ, ხო არ დავაყენებ და რატო არ ქონდა ეგ კითხვა ხო? ზოგადად რას ვიძახ, იცი რომ ეს რაღაცა კრიტიკა პრეზიდენტის მხრივად არის თუ მთავარი მწვრთნელის ეხება ეს თუ ეს ხალხსაც როგორი რაღაცაა, იცი რომ არ გამოდის და მორჩება ევროტურნირი და ნუ შეურაცხყოფას მიაყენებენ ერთ მთავარ მწვრთნელს და ერთ ფეხბურთელს და დამთავრდა რა. ანუ მარტო ჩვენი პრობლემა არა, ჩვენი პრობლემა როგორ არა. ნელი რომ ითხოვდეს გამაკრიტიკეთ. საჭიროა. არა, მე რასე უნდა მეც რა არის, იცი რომ არა ხარ მარტო ხო არ ხარ. მე ხა ამ შემთხვევაში ფიქრობ ძალიან ბევრს, რომ ბათუმს წარმოვადგენ ამ ხელა ქალაქს. მაგრა უყვართ. ხვალდაზე ეგ მე რაღაცას რო ვერ შევძლებ. ეს იქნება არავისი ბრალი. აი ეს იქნება ჩემი ბრალი. და ეს ხალხი გაბრაზდება ჩემზე. დღეს რა ვითარებაც არის და ეს ხო პირველი არა, უკვე წელიწადია მეორე სეზონი არის ამ მდგომარეობაშია რა. და ეს რაღაცეები ჩემამდე კიდე სხვა კრიტიკაა საჭირო, სხვანაირი მოთხოვნა ყველას მიმართ საჭირო და მეც მათ შორის, როდესაც შენ აკეთებ რა ქვია ტრანსფერებს და სულ თავისუფალი აგენტი მოყავს გუნდში. არავინ არ გეუბნება რომ როგორ შეიძლება რომ სულ მოძებნო ფეხბურთელი რომელიც არაფერი არ ღირს. რანაირად ვახე რა მაგრები ვართ რომ ვაფშე არ ღირს არაფერი და მოყავს და ჩვენ მე ევროტურნირზე ვიძახით რომ უნდა გავიდეთ. ეგეც ხო ჩვენი შეცდომა, ჩემი შეცდომაცაა რა შეცდომაში შემყავს ის ადამიანები, ვინც გულშემატკივრ მთელი წელი ვინც გელოდება. როგორ არავისთვის არ ღირდა ფული და შენ უფულო ბუნებაში რამე არის უფულო კარგი. რამე არის წყალიც არ არის რა ეს უფულო კარგი ჩვენ გვაქვს წყალი მოუშვებს სადღაცას გარეთ უნახავ დალევ თორე. აი უფულო და არ ღირს არაფერი და იმითი რა გამოვა. ხო არაფერი ეგეთი არ არის. დღეს თქვი კიდევაც რა ერთი პრეზიდენტი მოხდა ტორპედომ იყიდა ფეხბურთელი მეორე არ მახსოვს ანუ ვინმე გვაქვს არა ფული გადახდელი ხო ძალიან ძნელად თუ გაიხსნა ხო აი ძალიან მე ახლა ამ უახლოეს
წარსულში ეს გავიხსენე, იმიტომ რომ ეხლა მოხდა დაიწერა მამუჩას დაბრუნება ტორპედოში კი არა გამოსყიდვა და გადმოყვანა რა და ანუ ძალიან სხვა რაღაცას ვაკეთებთ და ადამიანების მოლოდინი სხვა არის რა. სომხეთი როგორ აკეთებს, აი ბოდიში დავამთავრე. აი ეს კითხვაა რა და აუცილებლად ან თქვენს დამისვათ, ან რო გავალ ვიღაცა შემეკითხება. აი სომხეთმა როგორ აზერბაიჯანზე აღარ იძახის. წვნელი წაგვარა იმას გორს, ნოაში ლიდერი და შეიყვანა ეგერ ჯგუფში. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. საქართველოს ჩემპიონატში გუნდი ლიდერობდა ზუსტად ჩაშანაურდა 4-ხულიანი ჰანდიკაპით და წავიდა სომხეთის გუნდში. რატო არ არის? კითხები როგორ წავიდა? როგორ არ არის? კაცო, 9 ფული გადაუხადეს. არა, მე არ ვიცი და რო ვიცოდე ზუსტად ვინ თქვა ეგ რომ იმათმა მეტი ფული გადაუხადეს და უკონტრაქტოდ ყავდა მწვრთნელი. გორს უკონტრაქტოდ ყავდა მწვრთნელი. ანუ როგორ გადაუხადეს ფული? რას ნიშნავს? შუაში ესე იგი მე ახლა უკეთესი პირობა რომ კონტრაქტიც არ მუშაობს. ხო და უკეთესი ისო მქონდა ეს რა ქვია პირობა შემომთავაზოს ნებისმიერ დროს წავალ გუნდიდან გუნდში. ანუ არ პასუხისმგებლობა არა, კონტრაქტი არა. ანუ ვინ თქვა ეგ? მე არ მომისმენია ოფიციალურმა პირმა რომ ეს თქვა, ვინმე მკითხა და განმარტეს როგორ წავიდა ის სხვა გუნდში. ან თუ წავიდა სხვა გუნდში, რატო გვაქვს ეგეთი კონტრაქტი რომ მწვრთნელს შეუძლია შუაში დაკასპეხი წავიდეს სიტყვაზე. და ეგ გორის მწვრთნელს თავიდან გორში დინამოს ერთ-ერთი ლიდერი ყავთ რა იმრანი რომელიც თამაშობს მაგუნჩი. ხო და იმრანს ზოგადად იმხელა პირობა შეუქმნეს ხა არა სალაპარაკო ხო თანხებზე რომ შენ ახლოს ვერ მიხვალ მაგ რაღაცასთან დღეს და ეგ არის რა 2-3 გუნდში ძალიან დიდი ფულს ჩაადებენ იმაზე ყარაბაღზე არ მაქვს საუბარი იქ ფულით ჩაიდო და იქ მწვრთნელს დღემდე აცდიან მე რამდენი 10 წელია უკვე ეს მწვრთნელი ყავთ რომელმაც დაამთავრა სანაკრებო გამოსვლა თავის ნაკრებში დაანიშნეს თავარ მწვრთნელად და დღემდე მოყვება ეს ბიჭი და ეს თავის იმაზე რა ქვია ჭკუაზე მორგებული ყავს სპორტული მხარე ტრანსფერები ყველაფერი და გამართულად ყარაბაღის მწვრთნელი რა ურბანოვი ხო მე-15 წელია უკვე არა გიორგი ნახე რას ვიტყვი წეგან ეხა ვიტყვი აი დაახლოებით რა თემაც არის ჟურნალისტიკაში დამოკიდებულება ყოველ შემთხვევაში აი ამ თემასთან დაკავშირებით თითქმის ყველანი ვითანხმდებით ხოლმე აქ გადაცემებშიც ვამბობთ რომ უმეტესად ეს არის მენეჯმენტის ბრალი მწვრთნელს ეს პირდაპირ და ფეხბურთელს მით უმეტეს ხელს არ ვადებთ ხოლმე და არ ვადანაშაულობთ ყოველ შემთხვევაში ასე ვაკეთებთ ჩვენ ზოგი შეიძლება ზოგისთვის შეიძლება ადვილი ხელშესაწმენდია ის მწვრთნელი და ისა ჩვენთვის არ არის ეს ვიცი და ყობამ და ილიამაც და გოგიტამაც იციან რა მდგომარეობაც არის და ვერ იხდიან ამ ფულს და არ არის ფული ავიცი რატო არ არის ეგ უკვე არ ვიცი რისი ფული არა აი გუნდის შესანახი ფული. მაშინ თქვენი ყავით პრეზიდენტები, რატო არა? მე არა მაქვს ფული. აბა იმასაც თუ არა, რატო არის პრეზიდენტი ვერ გავთ? არა, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია მაგის, რომ ხო და არა, ლოგიკა სად არის? იცი მე რა ზუსტად ეხლა არის სახელმწიფო დაფინანსება. ხო არის? რაღაცა X თანხა რა მნიშვნელობა არის სახელმწიფოდან. არის სპონსორები აწერია თითქმის ყველა გუნდს ის და კიდე ზემოდან თუ რაღაცისთვის ფულია საჭირო, თუ არ არის ეს ფული რა. მაშინ რას ნიშნავს, რატო ყავს გუნდეს ფლობელები. მაშინ გადაეცეს როგორც ადრე იყო მუნიციპალიტეტს, იმათმა შეინახონ ანის კერძო თუ არის. მე თუ კერძო ვარ, ხო? მე მინდა რომ ყავდეს გუნდი, ხო? მე უნდა ყავდეს გუნდი ისეთი, რომ იქ არ იყოს დავალიანება, არ იყოს რაღაცა მინიმუმ ხო უნდა გქონდეს ბიუჯეტი რა შედგენილი წლის დასაწყისში იმ ბიუჯეტით მოქმედებდა და მივდიოდეთ მთელი წელი ბიუჯეტი მე ვიღაცა უნდა იყოს ჩემი ამაზე პასუხის მომთხოვნა აი მაგალითად ისრაელში არის ესე რა რაღაცა თანხები ხო არის იქ როც გაკოტრდეს იშვიათად ხდება ვიღაცა ერთი გუნდი 10 წელიწადში რო გაკოტრდეს არის ვინც ატარებს ამას ფედერაცია არ ატარებს როგორც პროფლიგა ის გარანტიები აქვს მე იღებენ რაღაც პასუხისმგებლობას რომ იმ ერთ გუნდს გაჭირვებულს ჩაამთავრებინებენ და იცვლება მე ხელმძღვანელობა პრეზიდენტები და იღებს ვიღაცა ახალი და ანუ მარტო ჩვენთან როგორ დარჩა ეს რომ ნორმები არის რაღაცა არა ნორმალური ნორმებია რა ანუ შეიძლება აკადემიაში მწვრთნელებს თეობით ხელფასები არ ქონდეს შეიძლება უმაღლეს ლიგაში თეობით ხელფასები არ ქონდეს შეიძლება ფეხბურთელს არ ქონდეს როგორ არის ხო ბანკს ხო სტანდარტი აქვს ვინმე თანამშრომელი შეიძლება რომ ერთი თვე იმუშაოს და არ ჩაერიცხოს თანამშრომელს ხო შეიძლება ან თქვენ რომ მუშაობთ თვითონ და ხო გირიცხავენ ამ ფულს რა რაღაცა დღე გაქვთ ირიცხება
ჩვენ დღე კი არა თვე არ გვაქვს, ანუ ფეხბურთში მოსულა ესე ჟარგონულად რო თქვა, რომ 2 თვე და 3 თვე, ისა, ანუ UEFA-ს აქვს ესეთი რომ 1 თვე რო არ ჩაგერიცხება, კიდე ზემოდან 1 თვე რო გავა, შენ გაქვს უფლება რომ გაუწყვიტო კლუბს კონტრაქტი და მოითხოვო მთლიანი კონტრაქტი საფასური. ეგ UEFA-ში რა ქვია იქ, სადაც კარგუნდებში, სადაც ამ ფეხბურთელებს ანგარიზე თანხა აქვთ და თავის საარსებო წყარო აქვთ და იმ ერთ ჩარიცხულ ხელფასის მერე ის 1 თვე მათთვის არ არის დიდი პრობლემა. ეგ კიდე მუშაობს რა. მე რომ აი რაღაცა შემეძლოსო ხმა მივიტანო ამ UEFA-ში ალბათ ამას ვეტყოდი რომ 1 თვეზე უნდა ჩამოდეს. არ მოგეცა შეგეძლოს მაგის უფლება, იმიტომ რომ გაჭირებულ ქვეყნებში, ამ გაჭირებულში და არა დიდარ ქვეყნებში ესე ვეტყვი გაჭირებულში, არა მდიდარ ქვეყნებში, სადაც ფეხბურთი არა ისე განვითარებული, იქ ყოველი 1 თვე პრობლემაა, იმიტომ რომ შენ როდესაც სპორტსმენი ხარ, ხო? ხლა ყველა ვიცით რა, მე ახალ სხვა ვიცი, ყველა ნებისმიერ ადამიანს საქართველოში ბანკის ვალდებულებები აქვს. ეს ბანკი არ ჩერდება, რომ კაი რახან 2 თვე დაგიგვიანეს, დაგელოდები, ხო? არის 1000 პრობლემა, მე არის 1000 გასაჭირი. გასაჭირში ფეხბურთის რა უნდა ელაპარაკო, რა ტაქტიკა, რა რაღაც პრობლემაზე რო ფიქრობს, ხო რა ეუბნები რომ შენ ვალდებული ხარ და მოტივირებული უნდა გავიგე, მაგრამ ეხლა მე თუ სახლიდან მაგდებენ და ჯარიმებს მადდებენ და სახში ოჯახში არაფერი არ მიმაქვს, როგორ ვაკეთო ეს საქმე კარგად. სპორტსმენი ზოგადად არის ესეთი რაღაცა რა, სპორტსმენი საფიქრალი არ უნდა კონდეს და მე შეიძლება შედეგი დადოს. როგორ შეიძლება გაჭირვებაში იყოს სპორტსმენი და თან შედეგს დებდეს რა. მე არ მგონია ეგრე რომ სადმე იყოს რა და ანუ ესეც რაღაც პრობლემაა რა ჩვენთან რატო ხდება ესე რომ შეიძლება ესე იყოს და ეს ხო არ არის პირველი წელი გარანტიას რატო არ ითხოვს შეიძლება კი არა ითხოვს ხო არის ჩემპიონატის დაწყებამდე ფედერაცია ითხოვს გარანტიებს რომ აქედან აქამდე მანახე ფული რომ გუნდს არ გაუჭირდა მაგრამ მუშაობს არ მუშაობს ხო და ეს არ ვიცი ახლა რომ მუშაობდეს ლიცენზია ხო არის ეს იმაში არ გაჩერდებოდა ხო ხო და ეს არის რა ლიცენზირება არის ეს არის ატარებს ფედერაცია მონიტორინგსაც იმას მაგრამ ძალიან ბევრი გუნდი ვიცით დღეს აგერ ჩვენი გუნდია გუშინ მუშაობდი დინამოში სიტყვაზე თბილისში და იგივე პრობლემაში ვიყავით და კიდე სხვა გუნდების ვიცი რაზეც ახლა მე ლაპარაკი არ მინდა ახლა რომ ეგ არა რამოდენიმე გუნდია სადაც არ არის ეგ თვითონ თქვენ რაღაცა ამიტომ ხონდა იკითხოს ვიღაცამ ხონდა გაირკვას ეს რაღაც ანუ ყველა ჩუმად ვარ სუ ვიძახე ფეხბურთელი ჩუმადაა მწვრთნელი ჩუმადაა აბა პრეზიდენტი ხო არ დაიწყებს ჩემი ბრალია და ვერ ვიხდიო რა და ჩუმად ვარ და ესე მიდის ეს ყველაფერი მაგრამ რა არის ფუჭდება ბევრი რაღაცა რა ეხლა მე რასაც ვიძახი ჩემთვის კარგი კი არ არის ეს რა როგორც ბევრი ვიცი რომ აი ჟურნალისტი მეუბნება აი ურეკავ ვაძალებ არ მელაპარაკება გავიგე მწვრთნელებს და ამ მესვეურებს ჩვენი კომფორტის ზონა გვაქვს და რა ზარალდება ფეხბურთი გვაქვს ის რაც გვაქვს ამით და მეტის იმედიც არ იქნება სანამ ერთმანეთს არ მოვთხოვთ მე რო შენთვის ცუდი რომ მინდა მაგიტომ კი არ ვლაპარაკობ მე რო გამოსწორდეს ის მინდა თორე შეიძლება ჩემთვის კარგი იყოს ჩუმად ყოფნა სიტყვაზე და 10 და 20 ხელმძღვანელისთვის კარგია ეს სიტუაცია მაგრამ 10 და 20 ხელმძღვანელის ქვევით არის ათასობით ბავშვი, ათასობით ოჯახი, რავი, რომელიც ყველაფერს დებს, რომ თავის შვილი ფეხბურთელი იყოს და სპორტსმენი იყოს და შენ თუ ეხლა იმაზე არ ფიქრობ და მარტო იმაზე ფიქრობ, რომ სიწყნარის სიჩუმეში მე ვიყო კარგად, ეგ არასწორი არის. ეხლა რა ვიცი, ჩემი შეხედულებით ეს გამახსენდა ერთი შემთხვევა, რა პანდემიის პერიოდში ცოტა უკვე გადასული იყო პანდემია 2021 დაწყებული იყო წელი. მაშინ როგორც ვიცით, ბევრს შეექმნა რა ეს გადახდის პრობლემა, ჩემპიონატი გაჩერებული იყო ფეხბურთელებს არ უხდით. ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ასე მითხრა პრივატულად, რომ არ გვიხდიან ჩვენ ასე. დაურეკე კლუბის ხელმძღვანელს. და კლუბის ხელმძღვანელმა ჩვენო ყველაფერს ვიხდით. და შემდეგ იმ გუნდის კაპიტანმა ჩვენო ვიღებდო ჩვეულებრივ ხელფასს. ну ეს ჩამაყენეს უხერხულ მდგომარეობაში. ну მე გამოვედი ცუდი ტიპი ინტრიგანი რა. მართლა იყო ეგ. ფეხბურთელმა მერე ის. ხო, ну მერე თურმე იღებენ. არაფერსაც არ იღებდნენ, მაგრამ პანდემიის დროს მივედი მე ბოდიში ლოკომოტივში. ეგ დრო დაემთხვა და ლექსოსთან, თოფურიასთან და იყო ზუსტად ეგ ვითარება რა რაღაც შეჩერებული იყო პრემიის ხელფასების რაღაცა რაოდენობა ზუსტად არ მახსოვს პროცენტულად ვერ იღებდნენ იმიტომ რომ ეგ ადამიანური მომენტია და გაგებადია რატო იცი რომ
იმ დროს ყველაფერი გაჩერდა. იმ დროს არც ბანკები გთხოვდნენ შენ რაღაც ვალდებულებებს, არაფერი და რაღაცა მინიმალური თანხა ის რომ შენ გიარსება სპორტსმენს. ეს მარტო საქართველოში არა, მთელ მსოფლიოში ესე მოხდა. დიდ კლუბებშიც მოხდა და მოიკლეს რაღაცები, რომ იმ ადამიანს, იმ ბიზნესმენსაც ეარსება რა და სწორედ ეკეთებინა თავისის. რომ გადაიარა ამ პანდემიამ ჩვენ კარგი სეზონი გქონდა, ჩვენ რაღაც ევროტურნირებზე რამოდენიმე თამაში გავიმარჯვეთ, იქიდან თანხა შემოვიდა. ყველაფერი თავისი ზემოდან ის პრემიები დემით დაფარა, რაც ჰქონდა ნათქვამი. ეს იშვიათი რაღაცა მომენტი არის ლოკომოტივის და მისი დღეს აღარ არის პრეზიდენტი, მაგრამ ლექსო ხო იყო მაგ დროს პრეზიდენტი, რომელსაც შეიძლება ბევრი არ აქვს. და ყოველთვის ცოტა აქვს ბიუჯეტი, მაგრამ აქვს წლის დასაწყისში ბიუჯეტი, რასაც წერს და გეუბნება ის ხდება. ზუსტად იცი რა დღეს არის ჩარიცხვის დღე, იმ დღეს იქნება მესიჯი რომ თქვენ ჩაგერიცხათ ხელფასი და 2 დღით ადრე იქნება თუ შაბათ-კვირა დაემთხვევა რა და ეს იმხელა კომფორტია ჩვენ ანუ ადამიანური ხო რა გვიქვებს აი მე დღემდე გაკვირვებული ვარ მაგ ადამიანის მიდგომით მე არ ვიცახი რომ ხო ლექსოზე მე ლექსოზე ხარ არ ვიცახი რომ ფეხბურთისთვის მაგარ რაღაცებს ვერ აკეთებს იმიტომ რომ დაბალ გაზი არის და თავისი ისა აქვს რა ეხლაც უმაღლეს ლიგაში არაა ხო მაგრამ ამ ადამიანთან გძნობ თავს ადამიანად, იმიტომ რომ შენი უფლებები გაქვს, შენი რაღაცა. არა მოტყუებული, რაღაც ზუსტად ის გაქვს, რასაც გეუბნებიან რა. ან ცოტა მე შემთხვევაც ახლა მოვყევი, მაგ უკვე გადასული იყო 2021 წელი იყო, უკვე გადასული იყო და ჩემპიონატიც მიმდინარეობდა. და მე აღარ გააკეთეს ისე, არ დააბრუნეს ის ყველაფერი, ნუ ხშირად ხდება ეგრე. გიორგი, კარგი, ცოტა უფრო ისეთ პოზიტიურ ნოტაზე გადავეწყოთ რა. ორში იწყება ჩემპიონატი ახლა. 2 აგვისტოს. აი ეს წმინდა სპორტული მითხარი, კარგი ფული მოვიდა. და რა ხდება ახლა ბათუმში? ვართ მესამე ადგილზე. ვართ მესამე ადგილზე. დღეს თუ ესე შევხედავ ამას, რომ ორში ამ გუნდით ვართ და სტაბილურად ხელფასი და ის ძალიან უნდა ვეცადოთ, რომ გადათამაშებაში არ მოხვდეთ. 12 პლეიაუტში 12 ქულა არის სხვაობა, მაგრამ ღიად ვიძახი რომ მესამედან მე-7-მდე ეს არის. რო არ მოხდა. ერთი ნაბიჯი. ჩვენ მაგის ანუ ეგ თუ არ გაძლიერდეთ. კი, თუ არ გავძლიერდეთ. რეალურად მაგის შანსი არის, იმიტომ 12 ქულა 2 წრეში 18 თამაში არაფერი არ არის. თუ ისინი მაგრადიულიან, ვისთანაც ეს 12 ქულა გვაქვს იმ ორ გუნდთან. და კარგად გააკეთებენ თავის საქმეს. ჩვენ ძალიან ადვილად შეგვიძლია ამ ქულების განიავება. თავარია იმათ თუ შეუძლიათ დაგროვება, თორე ჩვენ აი ამ შემადგენლობით ესე ჩვენ თავზე არ ვიქნებით დამოკიდებული. და ეს ახლა სიმართლე არის, ეს ყველა უნდა იცოდეს იმ ბათუმლებმაც ის ამ გუნდით მეტი რესურსი არა. თავარია იქ არ მოხდეთ. ეს არის თავარი მიზანი და ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ჩვენ ყველაზე კაი ვარიანტია მე-6 ადგილზე არა, კარგ ვარიანტებზე ვერ ვფიქრობ. არ ვიცი, აი რა არის, ეს როგორი გუნდი მყავს ახლა დღეს. შეიძლება კონკრეტული ერთი თამაში პირველ ადგილოსანს მოუგოთ თავისუფლად. მაგრამ აი ამ დიდ მარათონულ გზაზე მე არ ვიცი, როგორ თქვა, 9 ფეხბურთელი ყავს მეორე გუნდიდან დამატებული, 9 ფეხბურთელი რომელიც თამაშობს ცუდს და კარგს კი არ ვიცახი. ახალგაზრდები კარგები არიან, ნუ შედარებითია ყველაფერი, კარგები არიან საქართველოს ჩემპიონატზე ითამაშებენ. უბრალოდ ეს ერთად ძალიან რთულია მაგათი ადაპტირება ამ უმაღლეს ლიგაში, იმიტომ რომ ფიზიკურადაც არ არიან ჯერმზად, მარტო ის არა რომ მენტალურად და მეხუთე ლიგას თამაშობენ. ანუ იქიდან აქამდე ძალიან დიდი გზა არის, რომ იყოს ხა წლების გუნდი. ეხლა შექმნა ბათუმის დინამოს დინამო 2 და ახალი რაღაცა და მეხუთე ლიგიდან უწევთ დაწყება. ეს რო იყოს ხა მესამე ლიგა, მეორე ლიგა ბევრად უფრო ადვილი იქნება და ესე არ ვიქნებოდი რა ეს განწყობილი და მე ამ 12 ფეხბურთელით რომლითაც დამრჩა ეს უმაღლეს ლიგაში აქედან რამოდენიმე არის ოპერაციის შემდეგ ჯერ არ ვიცი როგორ დაბრუნდებიან გუნდის კაპიტანი მაგალითად ოპერაცია არ არის იმ რაღაც დიდი ტრავმა ქონდა და იმხელა რეაბილიტაცია გაიარა რომ ჯერ არ ვიცით მამუჩო როგორ დაბრუნდება როგორ ჩაერთვება ამ პროცესში არ ვიცით კირკიტაძე როგორ ჩაერთვება ძალიან დიდი ხანია რეაბილიტაციას გადის და ამ ყველაფერთან ერთად არის პოზიციები სადაც თავიდანვე უნდა დავაყენო ახალგაზრდა ფეხბურთელები ძირითადში და რამოდენიმეა ესეთი რა გავალთ მინდორზე 4-5 კაცი ნახევარი გუნდი შეიძლება იყოს იმ მეორე გუნდიდან იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებიდან და
ეს გულშემატკივრისთვის კარგია. სულ ამის მოლოდინი ქონდა დროდის იქნება. ეს არის გაჭირვებიდან გაკეთებული. ეს კარგი იმ დროს არის. ეხლა რომ ბათუმელი არისო, ბათუმში კაი ხარ. իմა ეს იცი როდის არის კარგი, როცა ბათუმელი თან, როცა კარგი ბათუმი ყავს და იქ ხდება ის 1-2 ფეხბურთელი და წერტილოვნა. კი და მუდმივი მე ამის საშუალება გაქვს რომ დააწინაორო, მაგრამ ეს ეხლა ამ ახალგაზრდებს აკითხო ის ტვირთი. ძალიან რთულია, იმიტომ რომ ერთი წაგება ერთი ფრე უკვე იმხელა რაღაცას იძლევა ფსიქოლოგიურადაც და აი სულ რო შენ ერთი ქულა იყო და იმ კონკურენტმა ორივე მოიგოს უკვე ისეთი უმნიშვნელო ხდება ეს სხვაობა რომ იქ იწყება სულ სხვა პროცესები. აი მაგალითად ეხლა გუში პირველი ოფიციალური თამაში ვითამაშეთ და ლაკო ხელიანმა ხელი მოიტეხა რაღაც ხელის რაღაცა ნაწილი რა. ანუ სუ ტრამვები გვაქვს თან რა არეულობაში კიდე უფრო მეტი არის ეს ტრამვები ხო და აი სადაც როგორც იტყვიანა ეს არ მინდა რუსულად ამჟე როცა არ გინდა ხო სუ ისე ხდება რაც არ გინდა რომ მაშინ ხდება მაშინ მოგდის ეს ტრამვები და ჩვენთანაც აი სუ ტრამვები ხო აი მართალია კარგი ანალოგია არის და ამიტომ ეს პრობლემები სულ არის და ამიტომ ჩვენი დღევანდელი მოცემულობით ძალიან კარგი იქნება ჩვენ სასწაული იქნება ჩვენ რო შევინარჩუნოთ და სამეულში ვიყოთ მაგრამ არ ვიძახი რომ ეს არ შეიძლება უბრალოდ ეჭვმეპარება ამ მარათონულ გზაზე თუ გავძლიერდებით მეტი შანსი გვექნება რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ და ვიბრძოლოთ თუ ესე დავჩევით უფრო მეტი შანსია რომ იმაზე ვიბრძოლოთ სამეულზე კი არა ვიბრძოლოთ იმაზე რომ იქ არ მოხდეთ და პლეიაუთში და ეს ფეხბურთელები ვინც დარჩნენ კონტრაქტი ავალდებულებდა შეეძლოთ წასვლა და უბრალოდ კეთილინება გამოიჩინეს და აი როგორ იყო ეგ საინტერესო აი ეს ფეხბურთელები ყველა შეეძლო ამ ფეხბურთელებიდან წასვლა და ყველას კონტრაქტი რო ირღვევა ხო დარღვევა იმდენი გვაქვს რომ ყველას აბსოლუტურად ფეხბურთელსაც და მწვრთნელებსაც შეგვეძლო ყველას რაღაცა გაწყვეტა ამ კონტრაქტების მაგრამ აქვთ ბმა ამ ბათუმის დინამოსთან ზოგი ვალდებულად თვლის თავს ზოგი ამ წელს მოვიდა და რაღაცა კეთილინება აქვს და სურვილი აქვს და მოლოდინი აქვს გამოსწორდება და ისევ ემსახურებენ ამ ბათუმის დინამოს და სხვანაირად მე ხა ამ ბიჭებთან მადლობის მეტი არაფერი არ მithქვის და იმიტომ ვიძახი ეს პატარა გამარჯვება კი იყო ახლა ეს რომელი ლიგის გუნდი იყო ხო გაგრა 2 და ახალგაზრდების სუის მაგრამ ეგ ვისვე თამაშები და ამ შემთხვევაში უკვე მაგას მნიშვნელობა არ აქვს ეს არის თავარი ჩვენ როგორ გავდივართ მინდორზე ვარჯიზე რა რა мотиваცია გაქვს აი თვალებში რა გაქვს ცხოვრება გაქვს ჩამქრალია ნაპერწკალია აი ამაში ვარ ჩვენ ახლა რა ეს თავდასხმაში როგორ არის მე როგორც მახსოვს იმასაც თამაშები მარასაც თამაშები წინ და წულუკიძეს რომლებიც არ არიან ეს გამოკეთებული ალბანელი ხო და ეხლა როგორ არის აი ბათუმელი ახალგაზრდა უნდა იყოს ზოგადად ესეთი პოზიცია იყო მადრიჩენკო არის რომელიც 9 ნომერზე შეუძლია თამაში მაგრამ არ არის 9 ნომერი და პოულაუსკასი იყო ბლესა იყო რომელიც ორივე წავიდა გუნდიდან ბლესას და პოულაუსკასი 9 ნომერი ანუ დღეს თუ ესე შეკითხვა პირდაპირ იქნება რომ 9 ნომერი ვინ ყავს არ ყავს ну 9 ნომერი არ ყავს ეს პოზიცია რაც საერთოდ არ ყავს და არის ახალგაზრდა კიდე ამოვწიეთ ხოზრევანიძე რომელსაც ну ჯერ ძალიან შორს ამან აქვს რაღაცები რომელიც შეიძლება ადგილობრივი კი აკადემიის ესე ნახე ახლა როგორი ვარიანტია რომ ახლა აი ხვალ მოვიდა სპონსორი და მოვიდა იმით ფულით ეშოკებით ასე ვთქვათ და მოიყვანა ფეხბურთელები ხო შანთვის სასურველი ფეხბურთელი იმ ფეხბურთელებს ხო უნდა ესა რა ქვია შეთამაშება ისინი პოზიცია მომზადება ერთ გუნდად შეკრა ხო და ხვალ იწყება ესა მეორე ეტაპი ჩემპიონატის ძალიან დაგვიანებული ხო მაგას ვიძახი რომ მიდი ახლა შეათამაშე ისკენ ყველას ისკენ მაგ მომენტში ესე თუ დაალაგდება კითხვის ნიშანი არ იქნება ჩვენ პლეიაუთში მოხვდებით თუ არ მოხვდებით ის იმხელა რაოდენობა გვაქვს დაგროვილი რომ იქამდე ვერ ჩავალ შეიძლება მაღლაც ვერ მოხვდეთ იმ ევროტურნირის ზონაში მაგრამ საფუძვლები ჩაიყრება რომ გუნდის შენება დაიწყოს ეხლა და არა ერთი წლის შემდეგ ესე იყო ზუსტად კი ორი თვე რომ დამთავრდებოდა ეს საფუძვლები უნდა ჩაგვეყარა და დრო მომეგო ამითი რა და მე ორი თვის შემდეგ რინც გასაშვები იყო გაუში ვის დასატოვებელი ვის მოსაყვანი და რაღაც გუნდის შევკარი და დღეს არაფერი არ არის თითქმის იმ გუნდიდან 40%-იც არ არის. არა და ესა დაიწყეთ ხო ჩემპიონატი. ამ გუნდით რომ გაგვეგზელებინა მე ვფიქრობ ჩვენზე კარგი გუნდი არ იქნებოდა. უბრალოდ იყო ის ტრამვები რაღაცები, მე მგონია მაინც რომ
არაობიექტური ვარ, რა თქმა უნდა, ჩემ გუნდზე ვლაპარაკობ, ჩემ ფეხბურთელებზე ვლაპარაკობ და სულ გონია რომ შენ უკეთესი გყავს და შენ კარგი ფეხბურთელი გყავს სხვაზე, მაგრამ მე ესე მგონია, როგორც მგონია, ესე ვიძახი, რომ ჩვენ ალბათ საჩემპიონატ უფრო ყველაზე კარგი გუნდი ვიყავით წელს, როგორც დავიწყეთ რა ეს ჩემპიონატი. უბრალოდ ძალიან ბევრი ტრამვა იყო და ბევრი პრობლემა იყო და აი ამ პრობლემას მოყვება მე აი აქ რო ბზარი ჩნდება, აქ რო კონკურენცია აღარ არის, აქ რო გაქცევაზე ხარ, მერე მოდის ტრამვაც, მერე მოდის პრობლემაც, მერე მოდის ყველაფერი. თორე თავიდან როგორც შევკარით, როგორც დავიწყოთ, მე ვფიქრობ, რომ თუ ჩემპიონობა არა, ამ სამეუზე ნოკითხვა არ უნდა ყოფილიყო საერთოდ. აჰა. ისე თავის დროზე საბურთალოც კარგად აწყობილი, მაგრამ მაშინ ცოტა სხვა პერიოდი იყო გადმოხვედით თავარ ლიგაში, მახსოვს რა, ეს ხარაიშვილი და ეს ახალგაზრდები რო იყვნენ და ეხლა ცოტა სხვა სიტუაცია. ხარაიშვილი სად არის ამ გახსენებაზე? დღესდღეობით თავისუფალი აგენტი არის, გუნდში არ არის. როგორ მომწონდა? ჯამარაულის ეს ხარაიშვილი და ზარანდია მეთქი, ხო ზარანდიაც, მაგრამ კიტეიშვილი ერთად წამოვიდნენ აი ერთ პერიოდში საბურთალო. ხარაიშვილზე მქონდა სულ ჯამარაულის ეს ასოციაციები, რომ მეთქი დრიბლინგი ქონდა. ჯამარაული გაიზრდება მეთქი და გავდა თავის თამაშის სტილით. უბრალოდ რა ვიცი, მესურვილი ქონდა ბათუმშიც მასთან მუშაობის და მცდელობაც ქონდა სანამ ესე ავირეოდით, მაგრამ ნუ რაღაცა ვერ გადმოდგა ეს ნაბიჯი, თან გუნდი ყავდა, მაშინ ეხლა არ ყავს, მაგრამ ეხლა მე არ შემიძლია ტრანსფერის გაკეთება, ამიტომ ღია არის. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან მინდა ჩემ გუნდში ვიხილოთ და თუ მალე მოხდება ეს რაღაცა, დავიწყებ ამაზე მუშაობას, იქნებ მოვახერხო და ჩვენ გვექნება საშუალება მარტო თავისუფალი აგენტის დამატების. ჩვენ ახლა უკვე ტრანსფერი დაიხურა, ჩვენ განათხოვრებით ვერ წამოვიყვანთ, ჩვენ ყიდვით ფეხბურთელს ისედაც არასდროს არ მიყიდი არც ეგ გუნდში, სადაც ყოფილვარ და ახლა 25 წლის შემდეგ მიყიდის ჩემი იმეს არ ვიცი და ამიტომ თავისუფალ აგენტებზე გვექნება ცოტა მეტი ყუყურებთ, რაღაცა მონახაზი გვაქვს, თავარია, როცა ეს მოხდება, იქნებიან თუ არა ისინი კიდე ხარაიშვილის ნაირი ფეხბურთელები თუ არიან ახლა უგუნდოდ და თავისუფლები? ეხლა ხო დინამოში ხო მოხდა ისე რომ წავიყვანეთ დინამოში თბილისში. ხო, მაგას ვიძახე. აბიძეც წავიყვანეთ. ეხლა ეგეთები არ იყო რომ საქართველოს ჩემპიონატში წასულიყვნენ, მაგრამ უნდათ ჩემთან ყოფნა, მე მინდოდა რომ ეგენი ყოფილიყო, რაღაცები დაჯდა, ესე ვთქვათ, იმუშავა რაღაც ქიმია და მოხერხდა რა. მოკლედ რა მაგრად იყო გიოტებორგში და ალბათ ამ გადმოსახედიდან შეცდომა იყო მაგის იქიდან წასვლა რა. გიოტებორგიდან აი უნგრეთში ვეღარ. ზოგადად მას მე მაინც გონია რომ დროც აქვს და საშუალებებიც რომ კიდე თავის კარიერას სხვანაირად დაატრიალოს და ძალიან კარგად წავიდა მაგის პროცესი დინამო თბილისში მე გამომიშვეს იმის შემდეგ კიდე სეზონი ჩაამთავრა უკვე თავის თავს გავდა სხვანაირად მოქონდა ბურთი გოლების გატანა დაიწყო შორიდან ის დარტყმები ისინი და ანუ ეს როგორც კი ითამაშა ეს თავისი რაღაცა რაც აქვს ეს პოტენციალი უცებ აღვივდა და ისევ გაკეთდა ამიტომ ეს არ არის პრობლემა, მთავარია დროზე ნახოს ისეთი გუნდი, სადაც ითამაშებს. სადაც მას ცოტა ის აქვს, ფსიქოლოგიურად უნდა მოწონდეს, თამაშის სტილი უნდა მოწონდეს, უნდა მწვნელი მოწონდეს, უნდა ეგეთი ბიჭი გუნდი არა, უფრო მწვნელი, მე მგონი იმ მწვნელიც რატომ უნდა მოწონდეს, რომ ფეხბურთს ათამაშებს. აი ხო რა, ამ სადაც ბოლოს თამაშობდა, იქ ახლა არ იყო მაგის თამაში, სუხაერშია ბურთი რაღაც. ამათ ახლა საბურთალო გამოიარეს. ყველას უნდა კონდეს ბურთი დაბლა უნდა იყოს ეს ბურთი სულ ამ მოკლე მონაკვეთებში თამაშობდნენ ხშირად შეხება ეხლა არ არიან ესენი ისე გაზრდილი რომ უბურთოდ ირბინონ და ურტყან წინ და ასე შემდეგ. მე მახსოვს ატლეტიკო იყო ჩამოსული და ჯგუფში ატლეტიკოს შეხვდნენ ეს იყო 19 წლამდელთა ტურნირი რაღაც 4 გუნდიანი საბურთალო გახდა ბოლოს ჩემპიონი ატლეტიკოს მოუგეს ახლა მე გადავქეკე ეს ატლეტიკოს შემადგენლობა ზუსტად მთავარი გუნდით იყვნენ რა, იმ 19 წლამდელების მთავარი გუნდით რა. და იქიდან ახლა ვინ ითამაშ? ჩაბრაძე იყო, ხარაიშვილი. ბატო, არა, იქიდან ბევრმა ითამაშა. ტაბიძე, თევზაძე. ხო რა იყვნენ რა. ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი, ესენი სულ მამუჩა თამაშობდა, ესენი სულ თამაშობდნენ მაგ გუნდში. ყველამ ითამაშა მაგ გუნდიდან რაღაც დონეზე რა. ზოგმა ცოტა მეტი, ზოგმა ცოტა ნაკლები რა. იგივე ლაზარე იყო კარებში, გოშაძე იყო,
მგონი ქულდოზე იყო ანუ ეს ფეხბურთელები უმაღლეს ლიგას უთამაშობდა. ხარაიშვილი გამოირჩეოდა. ხარაიშვილი კაპიტანი იყო, ლიდერი იყო, სხვა ხარისხის ფეხბურთელი, იმიტომ იყო პირველი ეგ აიყიდა, პირველი ეგ წავიდა გუნდიდან, ფული გადაიხადეს და ტრანსფერი გაკეთდა და გოტებურგში ხამხლა ტრადიციულ რაღაც გუნდში გადავიდა, ანუ მაგიტომაც იყო ეს, რომ გამორჩეული იყო, მაგრამ ნუ ხდება ესე ზოგი ეს კარიერა პირიქით ძალიან მაღლა მიდის, ძალიან ერთ წამში იცვლება კარგისკენ, ზოგის ცუდისკენ. ჯერ ვნახოთ, ჯერ კიდე მე მოლოდინი მაქვს, რომ ითამაშებს. ესეც და ითამაშებს ის ფეხბურთელები, ვინც ახლა დღეს გუნდად არიან. გავიხსენოთ რა, ეს მოსკოვის დინამოსთან თამაში. აქ მოგებული 2-1 და ბარემ აქვე მამარდაშვილის თემა და აი როგორ მოხდა მამარდაშვილის მიწვევა მაშინ ლოკომოტივში. ლოკომოტივში დამხვდა მე მამარდაშვილი თამაშობდა არა, ირიცხებოდა ლოკომოტივში, რომ მივედი ლოკომოტივში, იყო შენ დააყენა, ხო? ერთ-ერთი მეკარი. მიხვედე დააყენა. ნუ მე დავაყენე, გასაყენებელი იყო რა, რა ვიცი, მე ვერ არც დამიშვია პირველივე თამაშიდან ვარჯიშიდან თქვი, რომ უნდა ეს მეკარი დამეყენებინა. რა გამოვიდოდა ზოგადად მეკარი ჩემთვის მეკარი არის ხასიათი რა, ნუ რა ხასიათი აქვს. როგორი ხარ, იმიტომ რომ შენგან მოდის ყველა პირველი ხარ რა, შენგან იწყება თვლაც, შენგან იწყება კარიდანაც შენ იწყებ და ზოგადად იწერება და უკნინან და ყველაფერი პირველი შენ ხარ რა, აქედან ზევით რა, ყველა. ხო და ამიტომ ეგ არის მთავარი მეკარის ყველაზე დიდი სიმაგრე უნდა ხასიათის სიმტკიცეა, როგორი ბიჭი ხარ, როგორი ვაჟკაცი ხარ და ნუ ეხლა მომწონდა დავაყენე ის რამოდენიმე ვარჯიში რაც მომეწონა და დავაყენე და ნუ პირველივე თამაში 4-0 წავაგეთ ბათუმის დინამოსთან. მაშინ ძალიან ძლიერი გუნდი იყო და აქედან არაერთი გოლი იყო მამარდაზბრალი რა. მახსოვს ვიყავი მაგ თამაშზე ერთი ძალიან ცუდი შეცდომა. კაცო პირველივე რა შესაძლოა ფლამარიონი იყო ბათუმში, მაგრამ მესხის სათადარიგოზე იყო თამაში. ეს ხერხი უნდა დაეჭირა ბავშვური შეცდომები, ვერ იჭერდა ფეხებში გიძრება, ესეთი გოლი დავიწყეთ. ხო და ეხლა ძალიან დიდი ხანი ვაფშე არ უთამაშია საერთოდ. ბოლო ნათამაშები ქონდა რუსთავში. რუსთავის შემდეგ დინამოში იყო რაღაც პერიოდი, მერე ლოკომოტივში და არც ერთი თამაში არ ქონდა ნათამაშები ოფიციალური და პირველი ოფიციალური დაგაყენეს და უცებ ესეთი შეცდომით იწყებ რა და არ გატყდა რა საერთოდ სხვანაირად იმოქმედა აიღო შემოიყვანა შეძახა მიდნით რაღაცა და მივხვდი რომ ხასიათიც ქონდა რა და მერე ეგ იყო დინამოს თხოვე რომ გაიგრძელებინათ ჩვენთვის კონტრაქტი არენდით იყო იქ და გაგვიგრძელეს და ვთქვი რომ მეკარეს მოყვანის ის იყო რა ქვია დღის წესრიგში იმიტომ რომ ევროტურნირი ქონდა და არ აკმაყოფილებდა ეს მეკარე ვინც იდგა ევროტურნირზე ვერ ვითამაშებდი და ეს ხო მეორე მეკარე რა ხა ეს არ აკმაყოფილებდა ეს საერთოდ არ მოიაზრებოდა რა და იყო რამოდენიმე ვარიანტი კლუბს ქონდა შერჩეული უცხოელები სადაც მე ვთქვი რომ არც ერთი უცხოელი არ მინდა უნდა დადგეს ეს და მამარდასაც უთხარი სანამ და შენ ერთად ვიმუშავებთ შენს უკარებში იდგები მეთქი და ეგეც ამისთვისაც რაღაცა იყო რა როცა ნდობა აქვს ჩვენისგან შენც რაღაც თუ გაქვს პოტენციალი გამორიცხულია რომ არ გამოიყენო და შეიძლება ნდობა ქონდეს და არ ქონდეს პოტენციალი და ვერ ითამაშებს და ამას აღმოაჩნდა ის პოტენციალი არა რაც მე მეგონა ამას თურმე რაღაცა აქვს დავლა იმდენი რომ ამუწიე და ამუწია რა ეს კარგი არის რომ დღეს აი მაგის კარიერა წამში სხვანაირად შეიცვალა როგორც ლაპარაკობდით სუდისკენ კარიერის შეცვლა ესე შეიძლება კარგისკენ რომ წვნელმა კარგისკენად შეუცვალო ფეხბურთის კარიერა და სუდისკენაც მაგრამ თავარი არის თვითონ შენ ვინახა რა და ეგა მამარდა იყო ხასიათი იმიტომ იმდენმა წვნელმა გამოიარა იმდენმა არ ათამაშა იმდენმა უარი თქვა იმდენმა ცუდი თქვა იმდენჯერ გაანათხოვეს რომ შეიძლება და გატეხილიყო ეგ არ არის მე ვერ ვიბრალებ მამარდას კარიერას ბევრს აქ ეკითხო შენ რა აქენი არაფერი რაც უნდა წვნელმა ქნას უთხარი წადი დადეგი კარებში მეკარე იყო რა თავდასხმაში რომ ეთამაშებინა და ლივერპულს წაიყვანა ვიტყოდი მე ვქენი მეთქი რა მეკარე იყო დავაყენე კარებში მოდი ბარემ ასეთ კითხვასაც დაგისმევ ვიცი შენი ხასიათი თვით კრიტიკული ხარ და ესეთ და ვინ გამოგეპარა ფეხბურთელებიდან ფეხბურთელებიდან გამოპარვით აი შეიძლება ვერ ვიზე ვთქვი უარი შეიძლება თქვა რა მე მაქვს ჩემი ხასიათი რა რომელიც ხანდახან მე ცხელს მიშლის აი ამ რაღაცეებში რა მე გამომეპარა რა აი ვიზე ვთქვი უარი მაგალითად აი ბოლოს ვიტყვი აქ ლომინაძე რომელიც დღეს ძალიან კარგად თამაშობდა და იმ დინამოში მე უნდა მეთამაშებინა რა იმიტომ რომ ეგ პოტენციალი ქონდა მაგრამ
ნუ მე მქონდა სხვანაირად უყურებ რა იმას გუნდურობას. ეს ცოტა იმ დროს სხვანაირად იყო, ცოტა ეგოისტურად იყო, თავის თავზე იყო, არ აინტერესებდა არაფერი, ოღონდ თვითონ და ეთამაშა და ნუ უარი ვთქვი ნომინაციაზე, რომელიც დღეს რო უყურებ, მაინც ამხელა პოტენციალი თუ ქონდა, არ მეგონა, იმიტომ რომ ბევრს ვიმუშავებდი, რომ იქნებ ჩემ ჭკუაზე გადმომეყვანა რა. ვერ გადმოვიყვანდი, ძალიან ისეთი არის თავის ისინი აქვს. მაგრამ გურულია. ხო, მაგრამ მე მგონია, რომ ეს აი ბოლოს ეს ფეხბურთელი იყო, ვიზეც აი დღეს რო დავიწყო კიდე იგივე რაღაციდან უკან დავბრუნდე, მე გავუშვი ერთ კვირაში. მაგრამ ვიწვალებდი და ესე ჟარგონულად რო თქვა ვიჩალიჩებდი რომ ჩემ ჭკუაზე გადმომეყვანა თუ შეძლოდი თუ არა და მაინც გავუშვებდი მაგრამ ვეცდებოდი რომ შემეწმე იმიტომ რომ გამომეპარა მისი ეს საშუალებები სხვანაირი საშუალებები ქონია და სხვანაირი ფეხბურთი გიორგი მოდი აი ამ გახსენებაზე ვთქვათ ახალგაზრდულ ნაკრებს რომელმაც ახლა ეს იყო ჩაღა ხო ამ ევროპის ჩემპიონატზე და მაგ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო ეს ლომინაძე ახლა ვისაც საუბრობდა. არის შენი აზრით ჩემს წარმოდგენაში ეროვნულის დონეზე ეგ ფეხბურთელი და ეს თუ არა ვის ხედავ ეროვნულის პოტენციურ წევრად ახალგაზრდული. აი ამ გუნდიდან. ამ გუნდიდან ახლა ლომინაძეც არის შეიძლება პოზიცია აქვს რომ მე მას უფრო ნაკრებში უფრო ალბათ სწორედ ხედავ როგორც აყენებენ უფრო საყდენი და აი მაქსიმუმ 8 ნომერია, 10 ნომერი და ის ვერ ხედავ რომ ეს შემოქმედებით ის რაღაცა. სულაგი რაღაცეები და ეს ძალიან კარგი რაღაცა ეროვნულს თავისუფლად შეიძლება დღესდღეობით ჩამშლელი ნახევარმცველების დიდი ის არ გვაქვს, ხო? მაგნაკრებიდან მე ძალიან მომწონდა და ეროვნული ლიგიდან აბუაშვილი, რომელიც ძალიან თავისუფლად შეიძლება რომ დღესვე ითამაშოს ეროვნულ ნაკრებში. მე მგონი ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. კი, მას ხო აი ეს რა იყო დინამოში თუ ვიღაცა გამომეპარა აბუაშვილი, იმიტომ აბუაშვილი მე ნანახი არ მყავდა საერთოდ. ეროვნული ჩემპიონატი მას ნათამაშები არ ქონდა, ძალიან ახალგაზრდა ასაკში გაუშვეს პორტუგალიაში. და როცა იქიდან დააბრუნდა დინამოში იყო შანსი მისი დაბრუნების, უბრალოდ მე ვთქვი რომ არ ვიცნობ რა და ეხლა პორტუგალიიდან მენეჯერთან ვსაუბრობდით ის რომ პორტუგალიიდან ფეხბურთელი რომელიც დააბრუნდა ახალგაზრდა რომელსაც საერთოდ არ უთამაშია, იქაც ძალიან ცოტას თამაშობდა, ძალიან ცოტას თამაშობდა და ეროვნული ჩემპიონატი საერთოდ არ ქონდა და დინამოში რომელსაც ძალიან კარგი დინამო ყავდა, ვინგერები ყავდა, ეხლა მაგის ადგილას სადაც უნდა ეთამაშა, კამარა თამაშობდა, სულ თამაშობდა რა. იქ თუ თამაშის გამო პორტუგალიდან წამოვიდა, ხო ლოგიკურია, აქ უნდა ათამაშო, ხო და არ ვიცი ფიზიკურად. აი დღეს ხო ვნახე ფოთში ვნახე ჭყეტიანთან ძალიან დიდი პროგრესი განიცადა და ძალიან კარგად იმუშავა ამ ორმა ადამიანმა ორივემ ძალიან მაგრად გააკეთა ეს საქმე ხო და დღეს რო ვნახე დღეს ვიძახე რომ ეროვნულ ნაკრებში რომ დავნიშნო რომ მე მივცემ შანსს და გამოვიძახებ რა იმდენად მოწონს იმდენად კარგია და ბევრი არის ხო რომ ჩამოვთვალო მაგნაკრებიდან ვეთ აქ ეს კითხვა ერთმანეთს რო დაუსვით აბუაშვილი არ გვიხსენებია და აგე ბევრი არის აი ძალიან ბევრი ეს ხო ის ნაკრებია რომელსაც ერთი ნაბიჯი აშორებს ხო ეხლა ეროვნულის არ ვიცი დღეს ეგრე არ მე ძირთადში მანდ როგორ დააყენე გამორიცხული ვის დავასვაო დღეს მეცილად მან ყვარაცხელია თამაშობს და ეხლა თუ ყვარაცხელია არ დაისმოვა ეხლა არ იქნება ეგ თუმცა აი გაფართოებული სიისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა თან ეხლა 9 ნომერს გაძლევენ რა ეხლა რაც არ უნდა იყოს მეტში ის არის მაგრამ ეხლა მანდ როგორი ზავს რა გააკეთებს სწორი არ იქნება ხო და ეხლა მაგ ნაკრებში ძალიან ბევრი მაგარი ფეხბურთელია კიდე ერთხელ ვიძახე რომ დავიწყო და მამაგეიშვილებით და იმ აი ყველას ერთი ნაბიჯი აქვს რა იქამდე რომ იქ მივიდნენ ითამაშე უბრალოდ მე მანდ გამოვყოფ თავარს სტაფს სვანას თავის ყველა ასისტენტი, თავის აი ეს მხარე ანალიტიკით, ფიტნესით, ექიმებით, არც მხეცები არიან ესენი, როგორც მუშაობენ რა და არა ერთხელ ყოფილა ძალიან კარგი თაობები, მაგრამ ესე არ გამოჩელინა რა. მე ვიძახი როგორც დეკანოსიძე შენთანაც მუშაობს. დეკაც მათთან ერთად ძალიან მაგრები და მე ვიძახი რომ ვინც ყველაზე ახლოსა ეროვნულ ნაკრებთან ეგენი არიან. მოდი ლომინაძე და აბუაშვილი და მამაგეიშვილები და ისინი კი არა, ყველაზე ახლოს არიან ეგენი ეროვნულ ნაკრებთან. აგაშენდა მე ვნახოთ კიდევ ვინიქა, მე მაგას ველოდები, იმიტომ მე მაინც მიყვარს, ოდესაც ქართველი არის უპირატესი, იმიტომ რომ ქართველს უფრო ახლოს აქვს ეს
ქართული რაღაცეები ძალიან მაგრამ მუშაობს სანიოლი, მაგრამ როდესღაც ხო იქნება ამის დრო, როდესაც თვითონ უარს იტყვის ან აღარ ენდომება ან იმას ფედერაციას, აი ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ აღარ იყოს სხვა ალტერნატივა და ეს ადამიანები იყვნენ, ვინც იგადავენ და იმაშენ ხელის გულზეა ახლა. ხო, აქვე არის და თან ვითარდება ყოველწლიურად. მართალია სხვა გუნდის ფეხბურთელია, მაგრამ მე კარგად მახსოვს საბურთალოს გაზრდილია ბიძინაშვილი, რომელმაც მაგარი გოლი გაიტანა, ეხლა პრინციპში არაფრისგან გამოიგონა გოლი რა და გოლმა თითქმის გაგვიყვანა, ეხლა მარტო მაგ გოლმა არა, მაგრამ და აი მოყევი, აბა რატომ არ არის ხოლმე ისეთი სტაბილური როგორიც ბიძო არის ძალიან არაორდინალური. აი ესეთი რაღაცეები ძალიან ტექნიკური არის ბავშვობიდან. ალთუნაშვილი და ბიძინაშვილი ყო ორი არამხელა შუაში, რომლებიც უთამაშობდნენ, როცა მე ვიყავი და ორივე რაღაც სუსხანაირი ფეხბურთელები არიან. უბრალოდ აი სტაბილურობა ბიძინაშვილის არის ხასიათზე რა. აი რაღაცა ხასიათი შეიძლება დაანგრიოს ყველაფერი, შეიძლება რამოდენიმე თამაში გავიდეს და არ ჩანდეს. მერე ბრაზობს, რო არ გამოსდის, ხან იმის ბრალია, ხან ამის ბრალია ის და აი თვით რაღაცა კრიტიკა, თვით რწმენა და ის იმდენად არ აქვს, მაგრამ საშუალებები და ის აქვს ძალიან მაგარი. მაგარი ისინი აქვს მონაცემები, უბრალოდ თამაში უნდა იყოს სხვანაირი. აი ხა ბიძინაშვილს რო უყურებს სიტყვაზე და ალთუნაშვილს ხა ერთად სურატო ვიძახი, სულ ერთად არიან ჩემთვის თვალწინ რაღაცა. სულ ფიქრობ და ვიძახი რა, აი ხავი და ინიესტა ყოფილიყვნენ არა ბარსელონაში, უდიდესები ხო გაახდნენ, იქნებოდნენ ეგეთივე ძალიან მაგრები, როგორც აი ამ გუნდში იყვნენ. იმიტომ რომ ამათ ეხა პატარაზე თამაში შეიძლება თუ არა, ბიძინაშვილი არ გამოჩნდება. იქ თუ ბიძოს ხაზებს შორის არა 10ჯერ, 20ჯერ, 30ჯერ მიწოდება ამ ბურთის, თუ არ დაარბის და თუ ურტყავ, თუ იბრძვი, თუ მეორე ბურთი რადგინა ბიძინაშვილი. არის თამაშები, სადაც ტორპედო მაგ თამაშს თამაშობს. და არ ჩანს ბიძინაშვილი. თამაშობს ხანდახან, ეხლა კინის დროს უფრო იმათ ჩანდა რა, ეგ კარგად ეს ბრიტანული მომენტი რა, დაცვითან პირდაპირ თავდასხმები იანსენზე და დაგდებული ბურთები და ამ ბურთის აღება და სწრაფად ანუ აფეთქებები. ხო, და შერბენები და რა, ანუ გამოტოვება ნახევარდაცვის. რა მეწილად რა და პირდაპირ დაცვითან შეტევაში, შეტევიდან უკვე ბოლო ფაზაში და შეტევები და აქაც არის ხანდახან როცა გუნდი თამაშობს, უნდა გუნდმა ითამაშოს, რომ ბიძომ ითამაშოს. თუ გუნდი არ თამაშობს, ხო, ეგ არ არის იმ ტიპის, რომ თვითონ ათამაშოს გუნდი. აი ალტუნა შეუძლია რომ გუნდი ათამაშოს. ჩამოვიდეს ტემპი დაიჭიროს, როგორც აი მაგალითად კიტე შეუძლია გუნდი ათამაშოს, რაღაც აიღოს, გააჩეროს შეტევები, მოამზადოს, ამოწიოს, იქ დაბლა ჩავიდეს მეკარეს გამოს. ეგ ტიპი მაინც ბიძო არა. ბიძო არის რაც ქნა ეხლა. უცებ აფეთქდეს და რაღაც არაფრიდან მომენტი გააკეთოს, გოლი გაიტანოს. და ამიტომ გუნდი არის დამოკიდებული. რაც უფრო კარგად ითამაშებს ტორპედო, მით უფრო კარგად ითამაშებს ბიძოც. როცა ვერ ითამაშებს ტორპედო, ხან ითამაშებს, ხან ვერ ითამაშებს და ეგ არის ჩვენი დანახული, რატო არის არასტაბილური. გასაგებია. გიორგი, მოდი ერთსაც კითხავ, ისევ ეროვნულს მეუბრუნდები და მოუჩეთ, მე მგონი ეს საინტერესოდ ვესაუბრებ. იბერიაზე მინდა კითხო, რა ჭრილში რომ გუნდს უკვე სექტემბრის მერე 10 თამაში არ წაუგია ეროვნულ ჩემპიონატს გულისხმობ. 30 თამაში დაგროვდა, ხო? 30 დაგროვდა და ხო, 30 თამაშია კორგალიძის გუნდს არ წაუგია ეროვნულ ჩემპიონატში. ახლა სუპერთასს და ემას მალვიოს არ გულისხმობ. არის აი ამ ხელა სხვაობა ახლა იბერიას და იგივე ბათუმს, იგივე ტორპედოს გორს შორის? ფაქტია, რომ არის. რატო ვერ მოუგებთ ვერც ერთხელ ამდენი ხო, აი მაგრამ არის სხვაობა, ახლა რა არის? ეს და ეგ მარტო ამ ეს ძალიან ცუდი არის ფინანსური კეთილდღეობის არა, არა, ეს ძალიან ცუდი არის. მე ზოგადად ახლა აი საბურთალოს არ არის. იბერიას მომენტს ვიტყვი, სულ ყავს ისეთი, აი საშუალო დონის ბიუჯეტი აქვს და ძალიან კარგი აკადემია, რომელიც მუშაობს და დღემდე აწვდის ამ ფეხბურთელებს და პლუს ამას თავისი თამაში ეს რა წლებია დაყენებული აქვს და ამ გუნდს ეხლა სხვა სახელი ქვია, მაგრამ საბურთალოს ზოგადად ძალიან მაგარი აკადემია ყავდა, მოდიოდა ეს ყველაფერი და ერთად აი ეს რაღაცა ჯაჭვი იყო მთლიანად შეკრული და ეს ძალიან ბევრს შევა. როდესაც შენ ვერ აკეთებ კარგ ტრანსფერებს და არ ხარ
ძლიერი მაგაში და არ გაქვს თანხობრივად დიდი საშუალებები. მაშინ ყველაზე დიდი ოქრო ეს არის, ძირი რა გაქვს. დინამოს უკეთესი ძირი ყავს, უკეთესი ახალგაზრდა იყოს, მაგრამ დინამოს სხვა რაღაცა, დინამოში ორ თამაში ითამაშებს და ყიდი. ანუ ყველა მიდის, ყველა მოთხოვნადია რა. საბურთალოს ესე არა, საბურთალოს წლები უწევს გაჩერება ამ ფეხბურთელების. რა ეხლა ნებისმიერ ტაბატაძეები არიან, ვინც დაბრუნდნენ თუ ამაგრიშთვის. არა, ჯობზე არ ვიცახი, რატო ხდება ეს. სხვაობაა ეგეთი. იმიტომ რომ ალბათ ისიც ბოდიში ისიც რომ საბურთალოს შედარებით გვიან ნაწინაურებენ ვიდრე დინამოში. დინამოში მაგალითად უკვე 16 წლისებს ათამაშებენ. იმიტომ რომ შეუძლია საშუალება აქვს იმ დინამოს 16 წლის. მე სიგუა 16 წლის დავაწინაურე პირველ გუნდში და ძირითადში დავაყენე, იმიტომ რომ საშუალებები ქონდა რა, თავის ფიზიკური განვითარებას, თავის ტექნიკას და თავის ყველაფერი. მზად იყო უმაღლესი ლიგისთვის. რატო უნდა ელოდო? ეხლა 15 წლის თუა კოხრეიძე საბურთალოში 15 წლის ასაკში ვათამაშეთ პირველად ძირითადში იმაში ჩემპიონატში ეროვნულ ჩემპიონატში რა და უკვე ქონდა მაგის საშუალება ხა თუ არ აქვს საშუალება სხვა არის და რატო არის ახლა საბურთალო თქვი ამის გამო ძირი აქვს ხვანაერი მე ჩერდებიან მე რაღაცა სტაბილურობა აქვს და წვრთნელიც კარგი ყავს სტაფიც კარგი ყავს და ეს მუშაობს ეს ყველაფერი ერთად რა მაგრამ ეს უბედურება ისა რომ დინამოა ძალიან თბილისი ეს უბედურება რომ ბათუმის დინამო ვართ ჩვენ წუდები შედარებით ვიძახი იმ წლებთან როგორ შეიძლება 30 თამაში არ არის ეგეთი მაგარი ახლა დღეს იბერია რომ ეგ გააკეთოს მაგრები არიან ვიძახი ამით მაგრები არიან წვრთნელებით იმთან ახლა რას ვიძახით რომ 30 თამაში როგორ უნდა წააგო ხო ხო და იმიტომ რომ ჩვენ ვართ სუსტები დანარჩენები რა ესე გამოდის რა თორე როცა კარგი არის ეს ჩემპიონატი და კარგი გუნდები არის ახლა მაგხელა გამორჩეული სერიები არ არის ზოგადად ხო მაგრამ დღესდღეობით ეს მომენტი ძალიან ცუდია რომ ის კი არ არის რომ იბერია გავარდა და კოსმოსში არა ეგ არის ყველა ნეტა ეგრე გავარდნილიყო იბერია და ძალიან მაგარი იყოს ეგეთივე რა შედეგს აძლევს და ჩვენ მიუყვებოდეთ რომ ეგ როგორ დავეციოთ არ არის აი შემდეგი წელს და ამ წელს სულ შეიძლება ყველაფერი ის არ არის იმ ხელაზე გამორჩეული ჩვენ ვართ ძალიან ცუდად ან ფეხბურთია საკლუბო ძალიან დაბალ ანუ მდევრები არ ვარგა ჩვენ ვერ ვარგივართ და მაგიტომ არის ის კარგი ანუ შედარებით ხო ეხლა როგორ უნდა იყოს დინამო თბილისი ერთი წელია ხო ევროტურნირებს გამორჩი დინამო ბათუმი და დინამო თბილისი ესე იგი რა ჩემპიონატი გვაქვს უკვე რომ ორი ლიდერი ანგრევდა ყველაფერს 5 წელია და თუ 6 წელი პირველ მეორეზე სულ ესენი იყვნენ და დღეს ევროტურნირის ზონაში ვერ მოხვდი და წელსაც ძალიან დიდი შანსია რომ წელსაც ვერ მოხვდეთ ვერც ერთი და ვერც მეორე რა უფრო მეტი შანსი აქვს ჩემი აზრით ტორპედოს გადაგვასწროს და იქ შევიდეს იმიტომ რომ რესურსიც სხვა გუნდიც სხვა არის და საშუალებებიც სხვა აქვს რა და ეს არის თლიანობაში კონკურენციის არ ქონა დაბალი დონის ჩემპიონატი ეროვნული ლიგა რაც რა უნდა იყოს ყოველ წელს ჩვენი ჩემპიონატი არის უარესი ვერც ერთი ვერ მეტყვის რომ ის წელი ამ წელს რაღაცა ჯობდა პირიქით ამ წელს წინათ ჯობდა და აი ესე მიდის ათობით წელი სამწუხაროდ ეს ჩანს აშკარად აი ჩემპიონებიდან გამომდინარე ეხლა აი მაინც ხო თავას პირველ ჩემპიონს უყურებ ხო მით უმეტეს რომ მაშინ ეხლა ზესტაფონიც რუსთავის მეტალურგიც გორის დილაც რო გახდა შემდეგ საბურთალო პირველად ბევრად მაგრები იყვნენ ვიდრე დღეს ყავს რა თუნდაც ჩარშანდელი ჩემპიონი და თუნდაც ჩარშანდელი ბათუმის დინამო ჩემპიონი რო გახდა როგორი ჩემპიონი იყო აი ეს ბათუმის დინამო როცა დავითაშვილი და ყავდა რა კვარაცხელია წავიდა უკვე და დავითაშვილი ყო და ცოტა ხანი ვერ გახდნენ ჩემპიონები მაგის წინაზე გახდნენ და ძალიან მაგარი და ფლამარიონები და მთელი ისი მაგრამ რას ვიძახით ხო ეს რაღაცა რა ქვია როგორც არ უნდა შეხედა ეს უკუსლა არის ძალიან დიდი რა და ჩვენ საქართველოში ერთს ვიტყვით თუ ძალიან ანუ რა არის დღეს რომ მიდიხარ პრეზიდენტებთან დირექტორებთან სალაპარაკოთ შენ არავინ არ გეკითხება პროექტი მითხარი რას გააკეთებ და რამდენი წელი გინდა და რა ბიუჯეტი გინდა პირველი სიტყვები არის თანხები ახლა არა გვაქვს და აი თუ თანხები არა გვაქვს ეს იქნება ყოველ წელს უკან წავალთ რა ამის თანხა თუ არ გაქვს რო გუნდი აი პირველად წვრენ რომ მოყავს ხო ყოველთვის ისაა საკითხავი რომ რას გააკეთებ რა თუ წვრენსეონები რომ თანხა არ მაქვს პირველ სანამ ლაპარაკი დავიწყეთ იმდენი რომ კაი რაღაცა ესე იგი რა აზრი აქვს და ის საბურთალო რომელიც ბოლო არის ჩემპიონობის შემთხვევაში რომ გამოაგდო სხვა ქვეყნის ჩემპიონი და არ გამოვაგდეთ ჩვენ ცუდი გუნდი ძალიან მაგარი გუნდი გამოვაგდეთ ეს საბურთალო იყო მთელი 7 წლის გუნდი და რომელიც მოდიოდა აქამდე რომ ეს და რაც მეტი ხანი იქნებოდა მით მეტ შედეგს და კიდე
რომ შეძლებოდა საურთაოს მესეურებს ამ გუნდის შენარჩუნება და არ წასულიყო მთელი გუნდი ბათუმში და ასე შემდეგ და პირობა უკეთესი ქონოდა და დარჩენილიყვნენ ერთ გუნდში ისევ და კარგი სიტუაცია შეექმნათ მათთვის რა საუკეთესო და წასასვლელად არ ქონდათ. მე მგონი რომ ეს გუნდი გამსვლელი იყო ჯგუფში. ეს ჯგუფში მოხდებოდა იმ წელს თუ ვერ მოხდა და სომხეთის რაღაც გუნდმა გამოგვაგდო და არც რესურსი გვეყოდა, არც პირველი წელი იყო და ნუ რა ვიცი ხა ზაგრების დინამოს გამოგდებები არ ვიყავით ძალიან დიდი სხვაობა იყო ჩვენსა და მათ შორის და მე უკვე აი ამ 4 ნათამაშებით, ფრენებით, თავის პრობლემებით, იმით ვერ მივედით კარგად. აი ამ სომხურ გუნდთან რა არც ერთი ვინგერი არ ყავდა ტრამვები მიიღეს არც შინდაგორიძე არ იყო არც ისი ვაგნერი თამაშის წინ გამოკლებული არ ყავდა ისეთი გუნდი რომ 2-3 ლიდერი გამოგაგდა და მე გეკეთებინ ანუ რას ვიძახი მაინც იმდენად მაგარი გუნდი იყო რომ ამ გუნდით ჩვენ შეგვეძლო აგერ შერიფის გამოგდება და ჩვენ შეგვეძლო ჯგუფში გასვლა ანუ ყველაზე მთავარი მარტო ფული არ არის ფული ერთ-ერთი არის ყველაზე მთავარი მაგრამ დრო არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი და აი მითხარით საქართველოს ჩემპიონატში ვის აქვს დრო რომ 2-3 სეზონი გადავულად წვრთნელის და ფეხბურთელების შენარჩუნა იმ წვრთნელის და იმ წვრთნელს ვინც უნდა რა ეს გუნდი წლებია კეთდება რა შენდება არა ერთ წელზე მეტი არ არის არც წელი ბევრჯერ იყო რაღა ყველა გუნდში თითქმის ეს სიტუაცია აი ევროტურნირებზე გავარდებიან და მორჩა ნუ ანუ თითქოს ყოველ წელს გასულები ვიყავით და წელს გამოვარდით დაინგრა აგერ შერიფი გამოვაგდეთ და შემდეგ წელს ჯგუფში მოხვდა და მადრიდის რეალს გასვლაზე მოვუგო და სახში არ წააგო და ასე არ დაიშალნენ პირიქით ერთი წლის წინ საბურთალო რომელიც პირველად მოხდა ევრო ტურნირებზე გამოგაგდო და შემდეგ წელს ორი თამაშიდან მე მგონი მადრიდის რეალმა ვერც ერთი ვერ მოუგო. მე ვიყავი მანდ მოლდოვაში მაგ თამაშზე და ავიცი მე ეგერ მეგონა რეალე შერიფზე არა და ეგერე ქართულ გუნდს ეთამაშოს ნუ 90-იანი წლების მერე მართლა არ მინახია 90-იანი წლების დინამო ეხა გასაგებია მაგარი შემადგენლობა ყავდა და შერიფი საბურთალო რო ვნახე, თვალები ამივიდა შუბლზე. ესე თამაშობდნენ აქაც, იმიტომ 10 ქულით მეორე ადგილს გავოს. ეგრე თამაშობდნენ. უკვე სხვანაირი თამაში მაგათმა არ იცოდა. როგორ მეგონა იცი გიორგი, რომ მაშინ აი მართლა რაღაცა შეიცვალა, აი რაღაცა წამოვიდა ახალი ტალღა და არ უნდა დავშლილიყავით რა ეგ. ეხა იცი ერთს ვიტყვი, გიორგი, აი ამ შენ სიტყვების გაგრძელებას ტორპედოს მაგალითზე. ეხლა მე რომ მკითხოს კაცმა საქართველოს ჩემაში ყველა ძლიერი შემადგენლობა ყავს ტორპედოს. წვრთნელიც ისეთი ყავს, სერიოზული და მრავალნაცადი. აი ეგ გუნდი მაგალითად ეხა 1-3 წელი რო აცალონ ამ წვრთნელსაც, ამ ფეხბურთელებსაც და კი არ გაუშვან ეხლა ეს იონსენები ისინი ამ სეზონის მერე კიდე რომ შემატონ, ხო? რაღაც კაი ძალები რა, მოკლედ. ხო იქნება უკვე მზად სადღაც სერიოზული შედეგისთვის ჯგუფში შესასვლელად. აი ხო უკვე მე რამდენი წელია რაღაცა ძირითადი ბირთვი არის, ხო? მან. ბირთვი არის, მწვრთნელი გაუშვეს და ეხლა მოიყვანეს. ხო, ეხლა ეს ჩვენს იმედოვნებ რომ თავის ხედვებით და იმით ძალიან არ განსხვავდება წინა მწვრთნელისგან და რადიკალურად არ აირევა მან რაღაცები და ამ რაღაც ხაზს და ნენელა გაყვებიან. აქ რა არის, იცი, კიდევ ერთხელ ვიძახი. რესურსი ამ თავარი შენ გაქვს თუ არა რა. რაღაცას რომ მიყვები ხო არის ეს რაღაცა ცუდი მაგალითის მოყვანა მინდო და არ მოვიყვან. თამაშები ხო არის რაღაცაზე ფსონს დებ და მიყვები. როდესღაც მოვა ის თუ შენ გჯერა და შენ თუ რესურსი ყოფნის რა და შენ თუ პრეზიდენტი ხარ და გჯერა რასაც აკეთებ. ნებისმიერ ხარ არ ვიძახი ტორპედოზე და ნებისმიერ პრეზიდენტზე ვიძახი. შენ თუ გჯერა რომ ამას გააკეთებ და შენ თუ გჯერა რომ ეს ფინანსური რაღაცა გეყოფა იმისთვის რომ დაელოდო ამ ყველაფერს და ამაგრო, ამატო გუნდი და არც ერთხელ არ დაშალო. 3 წელი კი არა, 7 წელი დაგჭირ. რამდენი ათეული წელია ვერ გავაკეთეთ და კიდევ ერთხელ ვიძახი, ხლა მარტო ჩვენ ხო არა ვართ სუსტები რა, მოიყვანონ უცხოელი მწვრთნელები, ვინც უნდა ის მოიყვანონ და იმათმა გააკეთონ რა. ხო ვიღაცამ უნდა გააკეთოს. ანუ თავარი არის, რომ შენ დამკვეთი პირველი პირი რო ხარ, შენ გჯერა თუ არა ის იმისი რასაც აკეთებ. თორე შენ პირველივე წაგებაზე მე რომ მიყვებ როგორ გამოგდო რა თქმა უნდა მე გაგდება ხა მითხრა და წავა ისე იმისკენ მივდივარ შენ თუ შეგიძლია რომ ეს რაღაცა გეგმა კონდეს და მიყვე აგერ არის ძალიან ბევრი რაღაცა მაგალითი როდესაც ვიღაცას ჯერა ამას უ გააკეთებს და მიყვება ამას ჩვენ პირველივე აი შერიფის მაგალითი
ტყუილა არ მოვიყვანე. ვიღაცა საბურთალო იმისთვის გავაგდეთ და არ დაიშალნენ და მეორე წელს გავიდნენ ჯგუფში ჩემპიონთა ლიგაზე და მადრიდის რეალმა ვერც ერთხელ ვერ მოუგო ჯგუფში. ანუ ჯერა იმას რომ უნდა გააკეთოს რა არ შლის პირიქით აწყობს. როგორ შეიძლება რაღაცა დამაკლდეს მე დღეს და ხვალ დავშალო. ანუ მე თუ დღეს რაღაცა დამაკლდა ხვალე უნდა მოვიტანო და შევავსო ის, ხო? გასაფრებული არ უნდა იყოს. თავის უსაფრდებიან, თავის თავს უსაფრდებიან. წერან აქვს თქვი პროგრამა გაწერილი და ამას უნდა მიყვე და პირველივე წარუმატებლობაზე ის განტევების ვაცი არ უნდა იპოვო. ძალიან მაგრად ჩანს ხოლმე რა, ეს რაღაცა, როდესაც წვნელი ვერ მიყვება პრეზიდენტის სურვილებს და კლუბის და დამკვეთის და ხალხის და ეს არის და უცებ სუსტია რა და ჩანს ეს რა. ამ საქართველოში ძალიან ბუნდოვანია ის უფრო ჩანს თუ ეს უფრო ჩანს ხოლმე რა და პირდაპირ ეს არის გზიდან გადასვლა გავაგდეთ და всё ხალხი დაწნარდეს და ხალხი მაგაზე არ წნარდება წნესო გააგდებ ხალხი მაგაზე კი არ წნარდება ხალხს უნდა ევროტურნირზე თამაში რა და გეგმა დადე გააცანი იმ ხალხს და მიყევი შენ გჯეროდეს თავარია რა აი ეს არის პრობლემა აუცილებლად ეგ ნუ საწავით გიორგი ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ საინტერესო საუბრისთვის წარმატებებს გესურვებ და იმედია რომ მალე გამოსორდება მდგომარეობა ბათუმში და ზოგადად ქართულ ფეხბურთში. აი აუცილებლად და ყველაფრისთვის დიდი მადლობა.